ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში სამართალდამცავ ორგანოებში განვითარებული პროგრესის შედეგად დაკარგული პირების არც ერთი საქმე აღარ ითვლება გადაუთვლებად. იმედია დროის გასვლასთან ერთად და საგამოძიებო მეთოდების კიდევ უფრო განვითარებით უმეტეს საქმეებს დახურავენ და დაკარგული ადამიანების ოჯახები საბოლოოდ შეძლებენ სიმშვიდის პოვნას. ნომერი 20. 84 წლის ნენსი გასრი, რომელიც Today Show-ს წამყვანი სავანა გასრის დედა, უკვე 70 დღეზე მეტია დაკარგულია მას შემდეგ, რაც ის საკუთარ სახლში თუსონში, არიზონაში გაიტაცეს. მაგრამ იმედი აქვთ, რომ დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილი ახალი DNA-ის მტკიცებულება დაეხმარება სამართალდამცავებს, რომ დამნაშავეები პასუხისგებაში მისცენ. 2026 წლის 31 იანვარს ნენსი თუსონში საკუთარ სახლში დააბრუნეს, მას შემდეგ, რაც მან თავისი მეორე ქალიშვილი ენი მოინახულა. მისი სიძე თომაზო სიონი ითვლება ბოლო ადამიანად, რომელმაც ნენსი ნახა, სანამ ის გაუჩინარდებოდა. როდესაც ნენსი არ გამოჩნდა ეკლესიის მსახურების პირდაპირ ეთერში, მისმა თანამრევლებმა შეშფოთება გამოხატეს და მათ დაუკავშირდნენ მის ოჯახს, რათა იცნობებინათ, რომ ის ეკლესიაში არ მივიდა და ვერ უკავშირდებოდნენ. დილით 11 საათზე ოჯახის წევრები მის სახლში მივიდნენ, მაგრამ მისი კვალი ვერ ნახეს. ნენსი 1 საათის შემდეგ დაკარგულად გამოაცხადეს და გამოძიებამ კიდევ უფრო მეტი შეშფოთება გამოიწვია ყველა მონაწილეში. მისი ყველა პირადი ნივთი სახლში იპოვეს და მალე აშკარა გახდა, რომ მან სახლი ნებაყოფლობით არ დატოვა და რომ იგი გაიტაცეს. სახლი, როგორც დანაშაულის ადგილი, შემოსაზღვრეს და გამომძიებლებმა დაიწვეს, რაც შეიძლება მეტი მტკიცებულების შეგროვება. სახლთან შესასვლელთან ბიოლოგიური მასალა იპოვეს, რომელიც გაანალიზეს და დაადასტურეს, რომ ნენსის ეკუთვნოდა. ასევე აღმოჩნდა, რომ კარის ზარის კამერა მოხსნილი იყო, სავარაუდოდ მისი გამტაცებლის მიერ. შემდეგ დღეებში რამდენიმე მედია საშუალებამ გამტაცებლებისგან გამოსასყიდის წერილები მიიღო, მაგრამ ამ წერილების ნამდვილობა ჯერ არ დადასტურებულა. საზოგადოებისთვის გამოქვეყნდა ფოტოები და ვიდეო მასალა, სადაც ჩანს კაცი, რომელიც ნენსის სახლის უსაფრთხოების კამერას ხელყოფს. მაგრამ ვიდეოში ნანახი პიროვნება ჯერ კიდევ არ არის იდენტიფიცირებული. კვირების გასვლასთან ერთად მისი ოჯახი სულ უფრო მეტად ნერვიულობდა მის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით. და მათ გაავრცელეს განცხადება, რომელშიც განაცხადეს, რომ მზად იყვნენ გამტაცებლებთან საუბრისთვის და გადაიხდიდნენ $6 მილიონი გამოსასყიდს. მეორე განცხადებაში სავანა მიანიშნა იმ ფაქტზე, რომ მათ დამნაშავეებისგან მიიღეს შეტყობინება და სთხოვეს ნენსის გათავისუფლება. მაგრამ როცა არაფერი გაკეთდა, მათ გამოაცხადეს, რომ $1 მილიონი ჯილდო გადაეცემოდა ყველას, ვისაც ეკნებოდა ინფორმაცია, რაც ნენსის პოვნას შეუწყობდა ხელს. მას შემდეგ საქმეში ძალიან მცირე პროგრესი შეინიშნება, მაგრამ იმედია, ახლად მოპოვებული მტკიცებულებები შესაძლოა ახალ სინათლეს მოფინოს გამოძიებას. პოლიციამ განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე თმა იპოვეს და ის ანალიზისთვის გაგზავნეს და იმედია ეს თმა ერთ-ერთ გამტაცებელს ეკუთვნის. და თუ მათ DNA-მ უკვე ბაზაშია, მხოლოდ დროის საკითხია, როდის ამოიცნობენ მათ. თუ ასეა, მათ მოძებნიან, დააგავებენ და სასამართლოზე წარადგენენ და იმედია ნენსის უსაფრთხო დააბრუნებენ სახლში. ნომერი 19. 53 წლის ნიკოლ ვინდერი მეგობრებსა და ოჯახში უფრო ნიკი დააცნობილი და მას შემდეგ, რაც ის გაუჩინარდა 2025 წლის თებერვალში, ისინი სულ უფრო მეტად ღელავენ მის უსაფრთხოებაზე. ნიკა ბოლოს 2025 წლის 25 თებერვალს ნახეს, როდესაც ის ტეხასის შტატში, ბრაიანის მახლობლად, FM 974-ის 19,000-იან მონაკვეთში იმყოფებოდა. იმ დროს ის ხანდაზმული ადამიანის მომგლად მუშაობდა და ამ რაიონში იყო თავისი მოვალეობების შესასრულებლად. მუშაობის დასრულების შემდეგ ის გამოვიდა იმ ადამიანის სახლიდან და მაშინვე უყვალოდ გაუჩინარდა. იფიქრეს, რომ ის სახლში წავიდა იმ დღეს, მაგრამ 1 საათის შემდეგ პოლიციას შეატყობინეს შემაშფოთებელი ამბავი. ნიკის მანქანა 2025 წლის Chevrolet-ის პიკაპი მისი კლიენტის სახლიდან 2 მილში იპოვეს და ყველაზე შემაშფოთებელი ის იყო, რომ მანქანა დაწვეს. პოლიციამ მაშინვე გამოეხმაურა და დაადგინა, რომ ხანძარი მექანიკური პრობლემის გამო არ გაჩენილა, არამედ ეს იყო განზრახ დაწვა. მოსახლეობას ამ რაიონში სთხოვეს შეემოწმებინათ თავიანთი სათვალთვალო კამერები. იქნებ დამნაშავე ჩაწერილიყო დანაშაულის ჩადენის დროს. მათ აცნობეს, რომ შემთხვევა სავარაუდოდ იმ დღეს 3-დან 4-ის 15 საათამდე მოხდა, თუმცა სამწუხაროდ არანაირი კვალი არ იქნა აღმოჩენილი. მაშინვე ივარაუდეს, რომ ნიკის სიცოცხლე საფრთხეში იყო და გამოძიება დაიწყო. სწორედ მაშინ სამართალდამცველებმა პირველი კვალი აღმოაჩინეს. FM 974-დან და ახლომდებარე Jack Creek Road-დან 2 სურათი აჩვენებდა, რომ ტერიტორიაზე ყველგან მავალი გადაადგილდებოდა, მაგრამ ამ მანქანის მძღოლი ამ დრომდე არ არის იდენტიფიცირებული. მეორე სურათი ნიკის მანქანის გადაადგილებას აჩვენებს და ჯერ კიდევ უცნობია, მართავდა თუ არა საჭეს იმ დროს თავად ნიკი. უნდა აღინიშნოს, რომ ყველგან მავლის მძღოლი შესაძლოა ნიკის საქმეში ჩართული არ იყოს, მაგრამ მათ შეიძლება ჰქონდეთ ინფორმაცია, რომელიც პოლიციას მის ადგილსამყოფელთან მიიყვანს. ის ჯერ კიდევ არ გამოჩენილა და პოლიცია იმედოვნებს, რომ ის ნახავს სურათს და იტყვის, რაც იმ დღეს ნახა.
შემდეგი ნაბიჯი იყო ნიკის ფიზიკური ძებნის დაწყება, მაგრამ რადგან უცნობი იყო საიდან გაქრა ის, არავინ იცოდა სად დაიწყო ძებნა. მიუხედავად ამისა, ჩატარდა რამდენიმე საძიებო ოპერაცია ვერტმფრენების, დრონების, საძიებო ძაღლებისა და კრეითი ოფიცრების დახმარებით, მაგრამ ნიკის კვალი აღარ აღმოაჩინეს. 15 აპრილს ნიკის 50 წლის ძმა Destiny დააკავეს სხვა საკითხზე, რადგან მასზე გაცემული იყო დაპატიმრების ორდერი. გამომძიებლები სწრაფად მიუთითებდნენ, რომ მისი დაკავება უკავშირდებოდა დის ადგილსამყოფელის გამოძიებას, მაგრამ ის ეჭმიტანილად არ ითვლებოდა. ამასობაში გამომძიებლებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს საზოგადოებას, რომ გამოჩნდნენ თუ აქვთ ინფორმაცია, რაც ნიკის საქმეს გახსნის. ის დაკარგულად და საფრთხეში მყოფად იქნება, ამიტომ საჭიროა რაც შეიძლება მალე ვიპოვოთ. მისი აღწერილობით მას აქვს ქერათ თმა და მწვანე თვალები. სიმაღლეა 5 ფუტი 7 ინჩი და იწონის 130 ფუტს. როცა იმ დღეს კლიენტის სახლიდან გავიდა, ეცვა მუქი ნაცრისფერი პერანგი და ვარდისფერი შარვალი. ძებნაში რამდენიმე სხვა სააგენტოც ჩაერთო, მაგრამ ამ დრომდე მათ დამატებითი კვალი ვერ იპოვეს. თუ ნიკი სადმე გინახავთ ან იცით სად შეიძლება იყოს, გთხოვთ დაუკავშირდეთ ბრაზოსის ოლქის შერიფის ოფისის ნომერზე 969 361 4900. ნომერი 18. 37 წლის მელისა ბესონის გაუჩინარების საქმე დაიწყო 2025 წლის 17 მარტს. მოწმე პოლიციას დაუკავშირდა და განაცხადა, რომ მელისა ბესონი გაუჩინარების დღეს ლაკდუ ფლამბოში Indian Village Roads ფეუდზე ფეხით შეერნობდა, თუმცა დამატებითი ინფორმაცია ახლა უკვე გასაჯაროდა. როდესაც ოჯახმა 23 მარტამდე მელისა ბესონისგან არაფერი გაიგო, მათ ტომის პოლიციაში დაკარგული პირის შესახებ განაცხადი შეიტანეს. მათ განაცხადეს, რომ ძალიან შეშფოთებულები იყვნენ მელისა ბესონის უსაფრთხოებით, რადგან ის ჩვეულებრივ ახლობლებთან მუდმივ კონტაქტშია, მაგრამ მისი გაუჩინარების დღიდან მასთან კავშირი აღარ ქონიათ. ჩატარდა საძიებო სამუშაოები და გამოიკითხნენ იმ ტერიტორიის მცხოვრებლები, საიდანაც მელისა ბესონი გაუჩინარდა, მაგრამ ვერავინ შეძლო დამატებითი ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო მელისასთან, ან სად შეიძლებოდა წასულიყო იგი. როდესაც ყველა კვალი ამოიწურა, პოლიციას სხვა გზა აღარ დარჩა, გარდა იმისა, რომ დამატებით ინფორმაციას დალოდებოდა. 30 ივლისს კი მათ განაცხადეს, რომ მიიღეს ახალი ინფორმაცია მოქალაქისგან, რომელიც იმ დღეს იმ ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დადასტურდა, მელისა მართლაც Indian Village Roads-ზე იმყოფებოდა, მეორე მოწმე ცოტა ხნის შემდეგ შემაშფოთებელ რაღაცას შეესწრო. იმ გზიდან გასვლის შემდეგ მას სამმა მამაკაცმა მიუახლოვდა ფურგონით და მელისა მათთან ერთად წასვლას დათანხმდა. დაინახეს, როგორ გადმოვიდა მელისა ფურგონიდან, მას შემდეგ რაც ის გაჩერდა ნავების ჩაშვების პანდუსთან კინონიკის ტბაზე. შემდეგ კი დაინახეს, როგორ მიდიოდა სამხრეთისკენ საგრაფოს გზატკეცილ დიზზე. ერთ-ერთი მამაკაცი მანქანიდან ცოტა ხანს გაჰყვა მას და ისმოდა, როგორ ეუბნებოდა მელისას დაბრუნებული ომანქანაში, მაგრამ მელისა უარი თქვა. როცა დაინახა, რომ მელისას მანქანა უახლოვდებოდა, იფიქრა, რომ პოლიციელი იყო და მამაკაცი გაიქცა ახლომდებარე ტყეში. შემდგომში გაერკვა, რომ მას ძებნა იყო გამოცხადებული და არ სურდა პოლიციას დაეკავებინა. ცოტა ხანში ტყიდან გამოვიდა და რადგან მელისა იქ აღარ იყო, იფიქრა, რომ პოლიციას წაეხვანა. მეორე მცოლი, რომელიც მასთან მივიდა, მოგვიანებით იპოვეს და დაკითხეს. მან განაცხადა, რომ მელისა აღელვებული ჩანდა, როცა ესაუბრა და როცა კითხა სჭირდებოდა თუ არა წაყვანა, მან უარი თქვა. მან ტერიტორია ჩრდილოეთის მიმართულებით დატოვა და ბოლოს მელისა სამხრეთისკენ მიმავალს დაინახა. რადგან ეს იყო ბოლო ადგილი, სადაც ის ნახეს, კინონიკის ტბის ნავების დასაჯდომთან ახლოს კიდევ რამდენიმე ძებნა ჩატარდა. მაგრამ მეტი არაფერი აღმოჩენილა და მელისას ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია. ძებნა მოიცავდა როგორც ფეხით ჩატარებულ ჩხრეკას, ასევე დრონებისა და საძიებო ძაღლების გამოყენებას, რომლებმაც მისი კვალი ვერ აიღეს. ახალი ინფორმაციის არარსებობის გამო გამომძიებლები ახლა საზოგადოებას ეყრდნობიან, რომ თუ რამე იციან, წინ წამოვიდნენ და ინფორმაციისთვის, რომელიც მის საქმეს გახსნის, ჯილდოდ $25,000-მდეა დაწესებული. მელისა აღწერილია როგორც ყავისფერი თმისფერი თმითა და ყავისფერი თვალებით. ის არის 5 ფუტი და 7 ინჩი სიმაღლის და საშუალო აღნაგობის. ის შეიძლება ამოიცნოთ რამდენიმე ტატუთი ხელებზე, ფეხებზე და ქელზე. ბოლოს ის ნახეს შავი უსახელო მაისურით, ნაცრისფერი სპორტული ჯემპრით და წითელი სპორტული შარფით. თუ თქვენ ან ვინმეს ვისაც იცნობთ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, რაც შეიძლება დაეხმაროს პოლიციას, გთხოვთ დაუკავშირდეთ Lac du Flambeau's Tomis პოლიციის დეპარტამენტს ნომერზე 715 588 7717 ან ვილასის ოლქის შერიფის ოფისის ნომერზე 715 469 4441 ნომერი 17. ახალი ინფორმაციის მიხედვით, რომელიც გავრცელდა 57 წლის ადვოკატის Randall Spivey და 33 წლის Brendan Billmeyeris გაუჩინარების საქმეში, FBI-მ უკვე შეუერთდა გამოძიებას და იმედოვნებს, რომ საბოლოოდ გარკვეული პასუხები მოიძებნება. Randall Spivey და Brendan Billmeyeri, რომლებიც ბიძა და ძმის შვილი იყვნენ, 2025 წლის 19 დეკემბერს დაკარგულად გამოცხადდნენ.
მას შემდეგ რაც თევზაობიდან სახლში აღარ დაბრუნდნენ. იმ ღამით, ვახშმის შემდეგ, ორივე მამაკაცი მექსიკის ყურეში გაემართა 42 ფუტიანი ნავით, სახელად Unstoppable. ერთ მომენტში მიიჩნევა, რომ მამაკაცებიდან ერთ-ერთი სხვაში გადავარდა. ვარაუდობენ, რომ როცა მეორემ გააცნობიერა რა ხდებოდა, ის წყალში გადახტა დასახმარებლად, მაგრამ დაავიწყა, რომ ნავის წრავა ჯერ კიდევ მუშაობდა და ორივე სავარაუდოდ წყალში დარჩა უმწეოდ. როგორც კი მათი გაუჩინარების შესახებ განაცხადეს, სანაპირო დაცვამ წლის ძებნა დაიწყო 24-ზე მეტი ნავით, მაგრამ მათ ვერანაირი კვალი ვერ იპოვეს ამ ორი მამაკაცის. მათი ნავი მოგვიანებით ნაპოვნი იქნა ნეაპოლის სანაპიროდან დაახლოებით 70 მილის დაშორებით. მოხსენებული იყო, რომ ნავი ჯერ კიდევ სვლაში იყო, მაგრამ თავისუფლად დაცურავდა და ცარიელი იყო რენდალისა და ბრენდონის კვალი არ ჩანდა. ორი სამაშველო ჟილეტი, რომლებიც ჩვეულებრივ ნავზე იყო, დაკარგული აღმოჩნდა, რამაც იმედი გააჩინა, რომ ისინი ჯერ კიდევ წყალში იყვნენ და შეიძლებოდა ეპოვათ. ასევე გამოითქვა ვარაუდი, რომ მათ იძულებულნი გახდნენ უცნობი მიზეზების გამო დაეტოვებინათ ნავი, დაუებინათ ნავი და სხვა გზა არ ჰქონდათ გარდა იმისა, რომ ჩაეცვათ სამაშველო ჟილეტები, რათა წყალში გადარჩენილიყვნენ. მრავალი საათის ძებნის მიუხედავად მეტი ვერაფერი იპოვეს და სანაპირო დაცვის სამსახურმა საბოლოოდ გამოაცხადა, რომ სხვა გზა აღარ ჰქონდათ გარდა იმისა, რომ ძებნა შეეწყვიტათ. მათი ოჯახები მადლობას უხდიდნენ ყველა ადამიანს, ვინც მონაწილეობდა ძებნაში და სთხოვდნენ ყველას, რომ მიეცათ მათთვის პირადი სივრცე, რათა შეძლებოდათ ამ მოვლენებთან შეგუება. ბრენდის ოჯახი ამბობს, რომ ის წარმოუდგენლად ერთგული მამა და ქმარია, რომელიც ყველაფერს გააკეთებდა, რათა დაეხმაროს გაჭირვებულ ადამიანს. მან 3 ათწლეულზე მეტი გაატარა Fort Myers-ში, ფლორიდაში, როგორც ადვოკატმა და ბევრ ადამიანს დაეხმარა, ვინც დაზიანებები მიიღო. რაც შეეხება ბრენდონს, ის ახლახან დაქორწინდა, სანამ ორივე გაუჩინარდებოდა და იმავე სფეროში მუშაობდა, სადაც მისი ბიძა. მან 2023 წელს შაინერის იურიდიულ ჯგუფს შეუერთდა და იმედოვნებდა, რომ თავის საზოგადოებაში დადებით ცვლილებებს შეიტანდა. რენდი აღწერილია როგორც ყავისფერთმიანი და ყავისფერ თვალება. მისი სიმაღლეა 6 ფუტი და 1 ინჩი, ხოლო წონა 245 ფუნტი. ის ბოლოს ნახეს ხაკისფერი შარვლითა და მუქი ფერის პერანგით. მას აქვს მოწითალო ქერა თმა და ყავისფერი თვალები. მისი სიმაღლეა 2 ინჩი და წონა 250 ფუნტი. მიუხედავად იმისა, რომ ორი მამაკაცის საძიებო სამუშაოები შეწყდა, პოლიციამ და სანაპირო დაცვამ განაცხადეს, რომ ისინი გააგრძელებენ გამოძიებას ნებისმიერი ახალი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში და სთხოვეს ყველას, ვისაც რაიმე ინფორმაცია აქვს, დაუკავშირდეს მათ. მათი ორივე სახელი ახლა უკვე დამატებულია ქვეყნის დაკარგულ და უცნობ პირთა ეროვნულ სისტემაში. რენდალის საქმის ნომერია MP 154-328, ხოლო ბრენდონის MP 154-331. ვინც ამ საქმესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას შეძლებს, სთხოვენ დაუკავშირდეს ლი კაუნთის შერიფის ოფისს ნომერზე 2394771000. ნომერი 16. სამწუხარო ფაქტია, რომ ბევრი ადამიანი, რომელიც ყოველ წელს დაკარგულად ცხადდება, გაუჩინარებამდე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს ებრძოდა. ასევე იყო 52 წლის ეიმი ჰილიარდის შემთხვევაშიც, რომელიც 2026 წლის მარტის შემდეგ აღარავის უნახავს და არც არაფერი სმენიათ მის შესახებ. პოლიციისთვის ადრე ცნობილი არ იყო, რომ ეიმი დეპრესიას ებრძოდა. და მიუხედავად იმისა, რომ ეს ახალი დეტალი მის საქმეს კიდევ ერთ ასპექტს მატებს, ჯერ არ დადგენილა ქონდა თუ არა მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას კავშირი მის გაუჩინარებასთან. ეიმი სან-ფრანცისკოში მდებარე ფარლის ყავის სახლის თანამფლობელია. ეს პოპულარული ფრენჩაიზია, რომელსაც აკლენდსა და სან-ფრანცისკოშიც აქვს ფილიალები. ყველა მონაცემით ბიზნესი კარგად მიდიოდა. როდესაც სამწუხარო მოვლენების სერია ეიმის კეთილდღეობაზე დაიწყო ზემოქმედება, ის დეპრესიულ მდგომარეობაში ჩავარდა. მისი ოჯახის თქმით, ეიმის ახლო მეგობარი კრისი გარდაიცვალა და მალევე ოჯახის ერთ-ერთი ძაღლიც დაიღუპა. ის თავის რამდენიმე ნათესავს უვლიდა, რამაც კიდევ უფრო მეტი წნეხი მოახდინა მასზე იმ დანაკარგებთან გამკლავების დროს. ბოლოს, როცა კრისმა ეიმი ნახა, იყო 25 მარტი, როცა ერთად ისაუსმეს. შემდეგ კი კრისმა ის Bay Area Rapid Transit-ის სადგურზე მიიყვანა, სადაც ეიმი ვალნატ კრიკში თერაპიის სესიაზე უნდა დასწრებოდა. ის საბოლოოდ დაბრუნდა წყვილის სახლში და შემდეგ უსაფრთხოების კამერებმა დააფიქსირეს, როცა დიმონდ პარკთან ახლოს მიდიოდა. მან ასევე გაასეივნა ოჯახის ძაღლი, მაგრამ სახლში აღარ დაბრუნებულა. და კრისი სასოწარკვეთილია, რომ გაიგოს რა დაემართა მას. მას შემდეგ, რაც ეიმი დაკარგულად გამოცხადდა, წყვილის სახლი გაჩხრიკეს და მისი ყველა პირადი ნივთი შიგნით იპოვეს. უკანა კარი ღია იყო დატოვებული, მაგრამ ბრძოლის ან რაიმე საეჭვო კვალი არ აღმოჩნდა. კრისმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ეიმიმ თერაპიის სესია დაასრულა, მას მესიჯი მისწერა და უთხრა, რომ სახლში იყო. მეზობელი დაადასტურებდა, რომ ის ნამდვილად იქ იყო, რადგან მან მასთან მოკლედ ისაუბრა, როცა ეიმი ძაღლს ასეირნებდა. როცა კრისი სახლში 3:15-ზე მივიდა, შეშფოთდა, როცა უკანა კარი ღია დახვდა და ეჭვი გაუჩნდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, რადგან ეიმი ვერ ნახა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ყველა ნივთი სახლში იყო. კრის იმედი ჰქონდა, რომ სახლში რამეს იპოვიდა, რაც მინიშნებას მიცემდა თუ სად შეიძლებოდა წასულიყო ეიმი, მაგრამ ასე არ მოხდა.
რაც კიდევ უფრო აწუხებს მას არის ის ფაქტი, რომ ეიმი სახლიდან გავიდა იმ მედიკამენტის გარეშე, რომელიც ყოველდღე უნდა მიიღოს და მან მედიას უთხრა, რომ მისთვის ძალიან საშიში შეიძლება იყოს, თუ ამ წამლის გარეშე დიდხანს დარჩება. მას შემდეგ, რაც ეიმი ბოლოს დააფიქსირეს ფეხით მოსიარულეთ ბილიკების მიმდებარე ტერიტორიაზე, ხელისუფლებამ ამ ადგილებში ძებნა დაიწყო. ეს განსაკუთრებით აწუხებს მის ოჯახს, რადგან მასთან არანაირი საკვები ან აღჭურვილობა არ აქვს და შესაძლოა მანამდე ბუნების ძალების ანაბარა იყოს, სანამ იპოვია. სკვილის ოჯახი, მეგობრები, მოხალისეთა ჯგუფი და პროფესიონალი მაშველები ამ ტერიტორიებს აქტიურად ამოწმებენ, მაგრამ ჯერჯერობით ეიმი კვლავ დაკარგულად ითვლება. მას აქვს ქერათმა და თაფლისფერი თვალები. სიმაღლეა 5 ფუტი და 4 ინჩი, ხოლო წონა 120 ფუტს შეადგენს. სათოლთოლო კამერის ჩანაწერში ის ჩანს თეთრი მოკლე სახელოიანი პერანგით, ღია ფერის ჯინსებით და თეთრი ფეხსაცმელები. ვინც ამის ნახა ან აქვს ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ, სთხოვენ დაუკავშირდეს ოკლენდის პოლიციის დეპარტამენტს ნომერზე 5-1-0-3-6-4 ნომერი 15. როცა 37 წლის რონალდ დიუმას უმცროსი 2024 წელს გაუჩინარდა, თავდაპირველად მიიჩნეოდა, რომ გამოძიება ჩვეულებრივი იქნებოდა, მაგრამ ახალი დეტალები სხვა რამეს მიუთითებს. და თუ ეს დადასტურდება, ის შესაძლოა სერიოზულ საფრთხეში იყოს. მისი გაუჩინარების დროს რონალდ დიუმასი მუშაობდა უძრავი ქონების აგენტად ჰენსვილში, ალაბამაში და იყო 3 შვილის მამა. მას შემდეგ, რაც ის გაუჩინარდა, მისმა ოჯახმა პოლიციას უთხრა, რომ რონალდი არასდროს მიატოვებდა ოჯახს და ვერ წარმოედგინათ მიზეზი, რის გამოც ის ასე მოულოდნელად გაუჩინარდებოდა. 2024 წლის 15 დეკემბერს რონალდ დიუმასი წავიდა თავისი შვილის დედის სახლში და დაახლოებით საღამოს 8 საათზე მივიდა იქ. მან შაბათ-კვირა ჩვეულებრივად გაატარა თავის შვილთან ერთად და ბიჭი დედას დაუბრუნა ზუსტად ისე, როგორც ყოველ კვირას აკეთებდა. 2 საათზე მეტი ხნის შემდეგ, საღამოს 10-15 საათზე, ის ნახეს ჰანსვილში, მიდ-სიტის სასმელების მაღაზიაში ნივთების ყიდვისას და მოწმეებმა მოგვიანებით პოლიციას უთხრეს, რომ ის 2 ქალის თანხლებში იყო, რომლებიც მათ არ იცნეს. ეს ასევე დაადასტურა მაღაზიის უსაფრთხოების კამერებმა. 3 მათგანმა ცოტა ხანს გაატარა მაღაზიაში, შემდეგ კი დატოვეს იგი და რონალდს მას შემდეგ იმ ღამიდან არავისთან დაუკავშირებია, ვისაც იცნობს. ამ ეტაპზე არავის ეგონა, რომ რამე არასწორად იყო, მაგრამ მეორე დღეს ეს სწრაფად შეიცვალა. რონალდის მანქანა 2021 წლის Hyundai Palisade ვიდოვებული იპოვეს ტენესის შტატის კემდენში, Interstate 40-ის 133 მარკერთან ახლოს. როდესაც ის 24 დეკემბრამდე ისევ არ დაბრუნდა სახლში, მისმა ოჯახმა გადაწყვიტა დაკარგული პირის შესახებ განცხადება შეეტანა და შეეშინდათ, რომ ის შეიძლება შობას მათთან არ ყოფილიყო. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მისი გაუჩინარების გამოძიება დაიწყო მისი მობილური ტელეფონის კვალის დადგენით. აღმოჩნდა, რომ ის ტენესის შტატის მემფისის რაიონში იყო, მაგრამ ვერავინ ახსნა, რატომ იყო იქ. ამან გამომძიებლებში გარკვეული ეჭვები გამოიწვია და პოლიციამ განაცხადა, რომ ისინი ფიქრობდნენ, რომ რონალდი გაიტაცეს. ძალიან მალე ეჭვმიტანილთა ჯგუფი გამოიკვეთა და გამოცხადდა, რომ პოლიცია ეძებდა 33 წლის Tori McLaurin's, 27 წლის Kiara Clark's, 33 წლის Carissa Cash's, 32 წლის Quinterius White's და 27 წლის Sabrina Chambers. ჯგუფის წინააღმდეგ წაკანებული ბრალდებები მოიცავდა პირველი ხარისხის გადაცებას, გადაცების დაგეგმვაში შეთქმულებას და მოპარული ქონების მიღებას. Clarky და White ასევე დააკავეს და დააპატიმრეს 2025 წლის 8 აპრილს და ისინი გირაოს გარეშე დატოვეს პატიმრობაში. სასამართლოს სტომაზე გაირკვა, რომ ჩემბერსი და ქალი სახელად კალიშა მაკენი იმ ღამით ქუჩაში მუშაობდნენ და ისინი იყვნენ ის 2 ქალი, რომლებიც რონალდთან ერთად ნახეს ლიქიორის მაღაზიაში. მას შემდეგ კალიშა გარდაიცვალა, ხოლო საბრინა ჩემბერსი უკვე გარკვეული დროა დაკარგულია. რონალდს ტელეფონი მოგვიანებით მის სახლში იპოვეს და მისი ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია. ასევე გაირკვა, რომ White და Clarky საუბრობდნენ $7,000 შესახებ, რომელიც იცოდნენ, რომ რონალდის საბანკო ანგარიშზე იყო მისი გაუჩინარების დროს. Clarksა და White-ს შორის ნაპოვნი ტექსტური შეტყობინებები მიუთითებს, რომ გადაცემა წინასწარ იყო დაგეგმილი და მათ სურდათ რონალდის ფულის მოპარვა. ჯგუფის დანარჩენი წევრები კვლავ სამართალდამცავებს ემალებიან, მაგრამ სავარაუდოდ მხოლოდ დროის საკითხია, როდის მიაგნებენ და დააკავებენ მათ. ახლა უკვე $10,000 ჯილდოა დაწესებული რობერტის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის და მისი ოჯახი პოლიციას ასეთ აღწერას აწვდის. მას აქვს შავი თმა და ყავისფერი თვალები. სიმაღლეში არის 5 ფუტი და 5 ინჩი, ხოლო წონა 5 ფუნტია. ლიქიორის მაღაზიის სათოლთოლო კამერის ჩანაწერში ის ჩანდა წითელ-შავ-უჯრედებიან გრძელმკლავიან პერანგში. ვინც იცის, სად შეიძლება იყოს რობერტი, უნდა დაუკავშირდეს ჰენსვილის პოლიციის დეპარტამენტს ნომერზე 256-454-4240. მისი საქმის ნომერია MP 35 496. ნომერი 14.
ბევრი დაკარგული პირის გამოძიება მთავრდება მაშინ, როცა დადასტურდება, რომ ისინი როგორღაც წყალში აღმოჩნდნენ. ჩვეულებრივ, მას შემდეგ რაც მათი მანქანები ტბაში ან მდინარეში პოულობენ. ამ შემთხვევების უმეტესობაში ისინი თვეების ან თუნდაც წლების განმავლობაში დაკარგულები იყვნენ და როგორც წესი, მხოლოდ პოლიციის დაუღალავი მუშაობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების წყალობით პოულობენ. მაგრამ დანიელ სკოტ ემერსონის შემთხვევაში 64 წლის კაცის, რომელსაც მეგობრები და ოჯახი სკოტად იცნობენ, მსგავსი აღმოჩენა გაკეთდა. თუმცა პოლიციას ეს მაინც არ დაახლოებია მის პოვნასთან. სკარი ბოლოს 2026 წლის 3 მარტს ნახეს და მას შემდეგ ოჯახთან კონტაქტი აღარ ქონია. მოწმეებმა განაცხადეს, რომ ის იმ დილით დაახლოებით 12:30 საათზე ფერმონტისა და ლეიკვიუს ავენიუების მახლობლად ნახეს, ხოლო როცა 5 რიცხვამდე ვერ იპოვეს, მისმა ოჯახმა დაკარგულად გამოაცხადა. როდესაც მისი გაუჩინარების ამბავი გავრცელდა, მოწმეებმა შემაშფოთებელი ინფორმაცია მიაწოდეს. მათ განაცხადეს, რომ 3 მარტს იმ დღეს, როცა სკოტი ბოლოს ნახეს მისი მსგავსი სატვირთო მანქანა ჩატოკუას ტბაზე ყინულზე მიმავალი. ამ ინფორმაციის საფუძველზე გადაწყდა, რომ ტბა უნდა გაეჩხრიკათ და პოლიციის ღვინთავთა ჯგუფებმა წყალქვეშა სონარის ტექნოლოგია გამოიყენეს მის საფოვნელად. სატვირთო მანქანა 16 მარტს იპოვეს მეჩხერ წყალში, მესამე და მეოთხე სვეტებს შორის, ვეტერანთა მემორიალის ხიდთან ახლოს. სატვირთო მანქანის ჩხრეკა გაართულა მღვრიე წყალმა. და მაშველებმა 20 მარტს მანქანის ზედაპირზე ამოტივტივება გადაწყვიტეს. ეს გაკეთდა საჰაერო ბალიშების გამოყენებით და როგორც კი მანქანა ტბის ფსკერიდან ამოიწია, ის ნაპირზე გადაიყვანეს, სადაც ჩხრეკა ჩატარდა. შიგნით სკოტის კვალი ვერ აღმოაჩინეს და კვლავ უცნობია, შეძლო თუ არა მან მანქანიდან გამოსვლა მანამ, სანამ ის ფსკერზე ჩაიძირებოდა. აღინიშნა, რომ სატვირთოს ერთ-ერთი ფანჯარა ჩამოწეული იყო. ამიტომ ვარაუდობენ, რომ სკოტმა ან სცადა ამოსვლა მაშინ, როცა სატვირთო იძირებოდა, ან პოლიციის თქმით ვიღაცამ შეიძლება ის ამოიყვანა, თუმცა ეს ძალიან ნაკლებად სავარაუდოა. ძებნა ტბის ნაპირზე გაგრძელდა და ხელისუფლებამ საზოგადოებას სკოტის პოვნაში დახმარება სთხოვა, თუმცა დამატებითი კვალი აღარ აღმოაჩინეს. მეორე ძებნა ჩატარდა სამძებრო ძაღლებისა და მღვინთავთა ჯგუფების დახმარებით, მაგრამ პირობები კვლავ რთული იყო და პროგრესი ძალიან ნელა მიმდინარეობდა. ამ ცდილობებმაც ვერ შეძლეს სკოტის პოვნა და პოლიციამ სთხოვა ყველას, ვისაც ტბაზე მოძრავი სატვირთო მანქანის ვიდეო მასალა აქვს, გამოჩნდნენ. მათ უთხრეს, რომ ყურადღება გაამახვილონ 2026 წლის 3 მარტის დილის 4:04-დან 7 საათამდე პერიოდზე, მაგრამ ჯერჯერობით არავის წარმოუდგენია რაიმე ახალი და სასარგებლო ინფორმაცია. დამატებითი ძებნები იგეგმება, თუმცა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი ყოველდღე არ იძებნიან. ამის ნაცვლად ისინი დროდადრო გამოიყენებენ ჯეტსკებს, ნავებს და მღვინთავთა ჯგუფებს იმ იმედით, რომ სკოტი იპოვება. მათ პირობა დადეს, რომ ნებისმიერ მიღებულ მინიშნებას შეამოწმებენ, მიუხედავად იმისა, რამდენად უმნიშვნელოდაც არ უნდა ჩანდეს იგი. სკოტი აღწერილია როგორც მოკლე ნაცრისფერი თმით, მწვანე ან თაფლისფერი თვალებით, სიმაღლე 5 ფუტი და 8 ინჩი, წონა კი 190 ფუნტი. ყველა, ვისაც აქვს რაიმე ინფორმაცია, რაც შეიძლება დაეხმაროს მის პოვნას, მოუწოდებენ დაუკავშირდეს ჩატოკუას ოლქის შერიფის ოფისს, ნომერზე 71675 34232. Number 10. Every detail ცნობილი არ არის 30 წლის კოლბი სინკლერის გაუჩინარების საქმეში. მაგრამ პოლიციამ განაცხადა, რომ ეჭობენ დანაშაულებრივ ქმედებას და რომ ვანკუვერის კუნძულის ინტეგრირებულმა მძიმე დანაშაულთა განყოფილებამ გამოძიება გადაიბარა კანადის სამეფო ცხენოსანი პოლიციისგან. ბოლო დროს, როცა ვინმემ კოლბი ნახა, იყო 2025 წლის 8 მარტს. ამის შემდეგ მისი ოჯახი შეშფოთდა, როცა მასთან დაკავშირება ვერ შეძლეს და მისგან არაფერი ისმოდა. თქვეს, რომ ესეთი ქცევა კოლბისთვის სრულიად უჩვეულო იყო და როცა 22 მარტამდე მასთან ისევ ვერ შეძლეს დაკავშირება, ოჯახმა კანადის სამეფო ცხენოსან პოლიციას მიმართა დაკარგული პირის შესახებ განცხადების შესატანად. იმავე წლის 20 მაისს, როცა გაცემული იქნა ჩხრეკის ორდერი, ვიმგუმ 2 საკუთრება გაჩხრიკა. თუმცა ხელისუფლებამ არ გაამჟღავნა რა მიიყვანა ისინი იმ აზრამდე, რომ იქ მისი ადგილსამყოფელი სკვალს მიაგნებდნენ. ორივე საკუთრებიდან პირველი მდებარეობს სოფლის რაიონში, Black Creekში, ხოლო მეორე ეკუთვნის Wewaikai პირველ ერს. ეს მოხდა ცნობებს, რომ კოლბი ბოლოს ბრიტანეთის კოლუმბიის Campbell River-ში ნახეს და ჯერ კიდევ უცნობია იპოვეს თუ არა რაიმე გამოსადეგი. უნდა აღინიშნოს, რომ VIMCU ჩვეულებრივ მხოლოდ მაშინ იღებს გამოძიებას საკუთარ თავზე, როცა ეჭობენ, რომ დანაშაულებრივ საქმიანობას აქვს ადგილი, რაც კოლბის საქმეს კიდევ უფრო შემაშფოთებელს ხდის მისი მეგობრებისთვის და ოჯახის წევრებისთვის. მას შემდეგ მისი და O'Shane Lazuk ავრცელებს ინფორმაციას კოლბის გაუჩინარების შესახებ სოციალურ მედიაში იმ იმედით, რომ ვინმე მის ამოიცნოს და გამოძიებისთვის აქამდე უცნობი ინფორმაცია მიაწოდოს. მისმა ოჯახმა სთხოვა ყველას, ვისაც დამატებითი ინფორმაცია აქვს, რაც შეიძლება მალე დაუკავშირდეს სამართალდამცავებს, რათა კოლბი იპოვონ. O'Shane'ამ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია ამდენი ხნის შემდეგაც მის ოჯახს პასუხების მოლოდინში ყოფნა უწევდეს, რადგან მათ კოლბის საქმეში საბოლოო გარკვეულობა სჭირდებათ.
მან ასევე მადლობა გადაუხადა გამოძიებაში ჩართულ ყველა ადამიანს, მათ შორის სამართალდამცავებს, ადგილობრივ საზოგადოებას და ყველას, ვინც კოლბის საქმეზე ინფორმაცია ინტერნეტში გაავრცელა. ყველაზე დამაბნეველი კითხვა, რომელიც საზოგადოების წევრებს აწუხებთ, არის ის, თუ რატომ ჩატარდა ძებნა ზემოთ ნახსენებ ორ საკუთრებაში. ამან ბევრი სპეკულაცია გამოიწვია, მაგრამ პოლიცია გააგრძელებს ყურადღების გამახვილებას საქმის ფაქტებზე და არა თეორიებზე. სხვა წყაროები მიუთითებენ, რომ კოლბი ბოლო კვირებსა და თვეებში, სანამ გაუჩინარდებოდა, ებრძოდა იმას, რასაც ისინი შინაგან დემონებს უწოდებენ. და ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ ის ცდილობდა თავისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეეცვალა. მაგრამ კოლბი კვლავ დაკარგულად ითვლება და პოლიცია იმედოვნებს, რომ ამ აღწერის გამოქვეყნების შემდეგ ვინმეს გაახსენდება რამე და ისინი გაამჟღავნებენ აქამდე უცნობ ინფორმაციას, რაც მის საქმეს დაასრულებს. კოლბის აქვს ყავისფერი თმა და ცისფერი თვალები. მისი სიმაღლეა 5 ფუტი და 7 ინჩი, ხოლო წონა დაახლოებით 195 ფუნტია. უცნობია რა ეცვა მას გაუჩინარების დროს და ვანკუვერის კუნძულის ინტეგრირებული მძიმე დანაშაულებების განყოფილებამ სთხოვა ყველას, ვისაც დამატებითი ინფორმაცია აქვს, დაუკავშირდეს მათ ნომერზე 250 380 6161. ნომერი 12. თელმსოფლიოში ჯერ კიდევ გაუხსნელი დაკარგული პირების მრავალი საქმე ეხება ადამიანებს, რომლებიც გაუჩინარდნენ მაშინ, როცა ისინი გარეთ, ძირითადად საფეხმავლო ბილიკებზე და ეროვნულ პარკებში ატარებდნენ დროს. 67 წლის ჩარლზ ჰოუში შემთხვევაც არ განსხვავდება სხვებისგან და ყველა ძალისხმევა მიმართულია იმის გასარკვევად, სად შეიძლება იყოს იგი. მისი გაუჩინარების დროს 2025 წელს ჩარლზი იყო პროფესორი სამხრეთ მეთოდისტური უნივერსიტეტის დედმენის სამართლის სკოლაში დალასში, ტეხასის შტატში და ის მუშაობდა ადვოკატად ჰოში და მორისის იურიდიულ ფირმაში. კეით მორისმა მისმა პარტნიორმა იურიდიულ ფირმაში მედიას განუცხადა, რომ ჩარლზი 2025 წლის ნოემბერში სტუმრობდა თავის ძმას გეინსვილში, ჯორჯიის შტატში. ის და მისი ძმა წარმოშობით იმ რეგიონიდან არიან და დრო ერთად გაატარეს და მოიკითხეს ერთმანეთი. გაუჩინარების დილას, რომელიც ვეტერანთა დღე იყო, ორივემ ერთად ისაუზმა, რის შემდეგაც ჩარლზმა განაცხადა, რომ სურდა გაესეირნა ბაირონ ჰერბერტ რისის ბილიკზე, სადაც ბავშვობაში ხშირად დადიოდა. დარწმუნებით ვიცით, რომ ბილიკამდე მივიდა, რადგან მისი მანქანა მოგვიანებით იქვე იპოვეს, მაგრამ ჩარლზის კვალი აღარავის უნახავს. კეითმა ასევე დაამატა, რომ მის გამო მაშინ შეშფოთდა, როცა ვერ დაუკავშირდა მობილურზე, რაც ჩარლზისთვის უჩვეულო იყო, რადგან ყოველთვის პასუხობდა მის ზარებს. მოგვიანებით ერთ-ერთმა მოწმე გამოვიდა და განაცხადა, რომ ბილიკზე ჩარლზს შეხვდა და ცოტა ხნით ესაუბრა, სანამ ისინი სხვადასხვა მიმართულებით წავიდოდნენ. ამიტომაც მიიჩნევა, რომ ჩარლზი როგორღაც ბილიკზე დაიკარგა და შემდეგ ვეღარ მოახერხა ცივილიზაციაში დაბრუნება. ჩარლზის ოჯახი აცხადებს, რომ ისინი ძალიან შეშფოთებულები არიან მისი მდგომარეობით, თუმცა იმედს არ კარგავენ, რადგან მისი პოუნისა და უსაფრთხოდ სახლში დაბრუნების მიზნით დიდი ძალისხმევა იდება. მრავალი ძებნისას, რომელიც ამ ტერიტორიაზე ჩატარდა, ერთ-ერთმა სამძებრო ძაღლმა მიანიშნა, რომ ბილიკზე ჩარლზის სუნის კვალს მიაგნო, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ ის ნამდვილად იმ ტერიტორიაზე იმყოფებოდა გარკვეულ დროს. მოსახლეობას, რომელსაც ამ ტერიტორიაზე სანადირო კამერები აქვს, სთხოვეს შეემოწმებინათ მათი ჩანაწერები, რათა დაედგინათ, ხომ არ იყო ჩარლზი ბილიკზე მოსიარულე დაფიქსირებული. მაგრამ ჯერჯერობით ესეთი ჩანაწერი არავის მიუწოდებია. შეშფოთება კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან ბილიკი ცნობილია თავისი რთული რელიეფით. იმ პერიოდში ტემპერატურა მკვეთრად დაეცა, განსაკუთრებით ღამით. ჩარლზი დარჩა ღია ცის ქვეშ, რადგან ის მხოლოდ მოკლე გასეირნებას გეგმავდა და არ წაუღია არანაირი მარაგი ან აღჭურვილობა. ძებნა გაგრძელდა მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე, მაგრამ ჩარლზის კვალი მაინც ვერ აღმოაჩინეს. მისმა ოჯახმა შექმნა ვებგვერდი სახელად bringcharleshome.com, სადაც საზოგადოებას შეუძლია მიიღოს ინფორმაცია მისი გაუჩინარების შესახებ. დებარე მღვიმეები შეამოწმეს იმ შემთხვევაში, თუ მან იქ შეიფარა თავი, ხოლო მოხალისეები ყურადღებას ამახვილებენ ბილიკის კლდოვან ადგილებზე, იმ შემთხვევაში, თუ ჩარლზი იქ დაეცა და დაშავდა. მცდელობები ასევე მიმართულია მისი მობილური ტელეფონის საფავნელად, თუმცა მიიჩნევა, რომ ბატარეა უკვე დაცლილი იყო, როცა მან ბილიკს მიაღწია. ასევე შეიქმნა GoFundMe გვერდი, რათა შეგროვდეს თანხები მომავალი საძიებო სამუშაოებისთვის. სულ ჯამში ამ დროისთვის შეგროვებულია $80,000 და ბმულს კრემოთ იხილავთ. ცნობილია, რომ ჩარლზს ეცვა ხაკისფერი შარვალი, კამელისფერი სვიტერი და მუქი მწვანე ქურთუკი, როდესაც ბილიკზე გაემართა. მისი აღწერილობით მას თეთრი თმა აქვს, სიმაღლეა 6 ფუტი და 1 ინჩი, ხოლო წონა 200 ფუნტს შეადგენს. ყველა ვისაც შეუძლია ჩარლზის პოვნაში დახმარება, უნდა დაუკავშირდეს იუნიონის ოლქის საგანგებო ოპერაციების ცენტრს შემდეგ ნომერზე 7-063-96-091. ნომერი 11. ახალი ინფორმაცია გახდა ცნობილი უილიამ ნილ მაკასლენდის გაუჩინარების შემდეგ. 68 წლის პენსიაზე გასული საჰაერო ძალების გენერალ-მაიორი, რომელიც ხელმძღვანელობდა Wright Patterson-ის საჰაერო ბაზას, რომელიც ოჰაიოში მდებარეობს და რომელსაც ხშირად ახსენებენ ამოუცნობ ფრინავ ობიექტებზე შეთქმულების თეორიების მიმდევრები. ბაზა ერთ დროს იყო პროექტ ლურჯი ციგნის შტაბ-ბინა და ხშირად ვარაუდობდნენ, რომ უცხოპლანეტური ხომალდები ინახებოდა ამ ბაზაზე, საზოგადოების ცნობის მოყვარე თვალებისგან მოშორებით. თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არასდროს აღმოჩენილა.
უილიამი მონაწილეობდა გასაიდუმლოებულ კოსმოსური იარაღის პროგრამებში და ასევე ჩართული იყო რამდენიმე კვლევით სფეროში, რომლებიც ბაზაზე ხორციელდებოდა. ამიტომაც ბევრმა ადამიანმა დაიწყო ვარაუდი, რომ მისი საქმიანობა დაკავშირებულია მის გაუჩინარებასთან. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდად რჩება. მოხსენებების მიხედვით უილიამი ბოლოს ნახეს მის სახლში, ალბუკერკეში, ნიუ-მექსიკოში. 2026 წლის 27 თებერვალს. მან იმ დღეს დაახლოებით დილის 10 საათზე ისაუბრა სახლში მოსულ ხელოსანთან, ხოლო 11:10-ზე მისი ცოლი სახლიდან წავიდა შეხვედრაზე დასასწრებად. ის დაბრუნდა სახლში 12:04-ზე, მაგრამ გაგვირვებული დარჩა, როცა უილიამი სახლში აღარ დახვდა. სახლში მან იპოვა მისი სათვალე და ტარებადი მოწყობილობები და შენიშნა, რომ აკლდა მწვანე გრძელმკლავიანი ხილებიანი პერანგი, ლაშქრობის ჩექმები, საფულე და მისი ცეცხლსასროლი იარაღი ტავის ბუდით. საწყის საძიებო ოპერაციაში, რომელიც 7 მარტს ჩატარდა, უილიამსის სახლიდან მხოლოდ 1 მილის მოშორებით აღმოაჩინეს ნაცრისფერი აშშ-ის საჰაერო ძალების სვიტშოტი. პერანგზე საეჭვო არაფერი აღმოჩნდა, რომელიც ახლა ლაბორატორიაშია გაგზავნილი ანალიზისთვის და ჯერ არ დადასტურებულა, ეკუთვნის თუ არა ის მასს. უილიამსის გაუჩინარების შემდეგ გამომძიებლებმა 700-ზე მეტი სახლი მოინახულეს და სთხოვეს ყველას, ვისაც აქვს ვიდეოკამერის ჩანაწერი მისი ბოლო გადაადგილებების შესახებ, რომ გამოჩნდნენ. მაგრამ დღემდე არავის მიუწოდებია ესეთი ჩანაწერი. ბერნარდო ლეოს ოლქის შერიფის ოფისმა უპასუხა მტკიცებებს, რომ უილიამსის საქმიანობა თითქოს და დაკავშირებულია მის გაუჩინარებასთან და გააფრთხილა საზოგადოება არ გაავრცელონ მცდარი ინფორმაცია, რადგან ეს შეიძლება გამოძიებას ხელი შეუშალოს და არა დაეხმაროს. ამის მიუხედავად, რამდენიმე საინფორმაციო საშუალებამ მისი საქმე დააკავშირა იმ ამერიკელ ექსპერტებთან, რომლებიც მუშაობდნენ კოსმოსის, ბირთვული ენერგეტიკისა და თავდაცვის სფეროებში და ბოლო წლების განმავლობაში აუხსნელად გაუჩინარდნენ. გასაკვირად გაირკვა, რომ უილიამსის მეუღლემ სიუზენ მილკერსონმა უცნაური კომენტარი გააკეთა 911-ის ოპერატორთან საუბრისას. 3 საათის შემდეგ, რაც ის გაუჩინარდა, სიუზანმა დარეკა გადაუდებელ ხაზზე და განაცხადა, რომ ქონდა საფუძველი ევარაუდა უილიამსის სახლიდან წავიდა და სურდა, რომ აღარასდროს ეპოვათ. მან დააზუსტა, რომ ასე ფიქრობდა იმიტომ, რომ უილიამსმა გამორთო ტელეფონი და სახლში დატოვა, სანამ გაუჩინარდებოდა. თუმცა სიუზანს არ დაუკონკრეტებია, რატომ შეიძლებოდა უილიამს არ სურდა ვინმეს ეპოვა, მაგრამ დაამატა, რომ არ ეჭობს, რომ მის საქმეში დანაშაულის კვალი იყოს. საინტერესოა, რომ ზოგიერთმა ადამიანმა განაცხადა, თითქოს უილიამს დემენცია ჰქონდა და სიუზანმა ამ საქმესთან დაკავშირებით ერთ დროს შემაშფოთებელი ზარი მიიღო. მაგრამ სიუზანმა ეს ჭორები პრესასთან განცხადებაში უარყო. თუ თქვენ ან ვინმეს ვისაც იცნობთ, გაქვთ რაიმე ინფორმაცია უილიამსის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, გთხოვთ დაუკავშირდეთ ბერნარდო ლეოს ოლქის შერიფის ოფისის დაკარგულთა განყოფილებას ნომერზე 585-707-070. ინფორმაციის მიწოდება ასევე შესაძლებელია ტექსტური შეტყობინებით ნომერზე 11. ნომერი 10. ურალის რელიეფური რუკა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც დოშკას ქვა, არის არტეფაქტი, რომელსაც ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ გამოიყენებოდა სამყაროს შექმნის დროს. ამიტომაც მას ასევე უწოდებენ შემოქმედის რუკას. და მას შემდეგ, რაც იგი პირველად აღმოაჩინეს 1999 წელს, არქეოლოგების საგუნებელში არიან ჩავარდნილი. ქვა აღმოაჩინა ბაშკირეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგთა ჯგუფმა, როდესაც ისინი ურალის მთებში მუშაობდნენ. ეს იყო 99 წლის ივლისი, როდესაც მათ ეს აღმოჩენა გააკეთეს და ისინი ძლივს იჯერებდნენ თვალებს, როცა ქვის ფირფიტა ნიადაგიდან ამოიღეს. მისი სიმაღლეა 58 დიუმი, სიგანე 42 დიუმი და სისქე 6 დიუმი. მისი წონა დაახლოებით 1 ტონა და როდესაც ქვა უფრო დეტალურად შეისწავლეს, გუნდმა მიხვდა, რომ მათ რაღაც ისეთი აღმოაჩინეს, რაც აქამდე არასდროს უნახავთ. მასზე გამოსახული იყო ურალის მთების ერთ-ერთი რეგიონის ბაშკირიის ტოპოგრაფიული რუკა და ის თითქმის წარმოუდგენლად ზუსტი ჩანდა, მასშტაბით 1:1-თან, 1,1 კილომეტრი. კვლევებს ვერ აუხსნიათ, თუ როგორ შეძლო უძველესმა ცივილიზაციამ ასეთი ზუსტი რუკის შექმნა თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე. კიდევ უფრო გასაოცარია ის ფაქტი, რომ რუკა შესრულებულია 3 სხვადასხვა ფენად, რაც ნიშნავს, რომ ის სამგანზომილებიანია. პირველი ფენა ან კერამიკისგან იყო დამზადებული, ან ცემენტისგან. მეორე დიოფსიდის მინისა და სილიკონის ნაზავისგან, ხოლო მესამე ყველაზე თხელი ფენა შედგება ფაიფურისა და კალციუმის ნაზავისგან. ქვას შემდეგ რუსმა ექსპერტებმა დაათარიღეს და ისინი მიიჩნევენ, რომ მისი ასაკი დაახლოებით 120 მილიონი წელია. შემდეგი ნაბიჯი იყო იმ ტერიტორიის იდენტიფიცირება, რომელსაც რუკა ასახავს და ამას დიდი დრო არ დასჭირვებია. საოცარია, მაგრამ ბაშკირეთი დღესაც ძალიან გავს იმას, როგორც მილიონობით წლის წინ იყო. და ექსპერტებმა შეძლეს დაედგინათ, რომ სწორედ ეს იყო ის რეგიონი, რომელზეც საუბარი იყო. ამის შემდეგ ეს დაადასტურეს სხვა ქვეყნების ექსპერტებმაც, მათ შორის ჩინეთიდან, და მათ უკვე ამოიცნეს რუკაზე გამოსახული ღირსშესანიშნაობები. მათ შორისაა ბელია, უფიმკა და ტუტულკა მდინარეები, ასევე უფას კანიონი.
ამ ყველაფერმა ისტორიკოსები აიძულა თავიდან გადაეფასებინათ, როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები იმ წლების წინ, რადგან ჩანს, რომ ისინი ბევრად უფრო განვითარებულები იყვნენ, ვიდრე აქამდე ეგონათ. მათ როგორღაც შეძლეს ტერიტორიის რუკაზე გადატანა ისე, თითქოს ზემოდან უყურებდნენ, რაც შეუძლებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მათ ეს ამოცანა მარტივად შეასრულეს. ნომერი 9. მაიას არტეფაქტები წლების განმავლობაში აღმოაჩინეს და მათგან ბევრი რამ ვისწავლეთ იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობდნენ ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში, რა რელიგიური ასპექტები ჰქონდა მათ საზოგადოებებს და როგორ ახერხებდნენ გადარჩენას. არქეოლოგები, ისტორიკოსები, ექსპერტები და მეცნიერები დიდი ხანია მოხიბლულნი არიან მაიას ცივილიზაციით და ათასობით არტეფაქტი იქნა აღმოჩენილი იმ დროიდან, როდესაც მათი ცივილიზაცია აყვავდა. მაგრამ ერთი გამორჩეული აღმოჩენა, რომელიც 2015 წელს გაკეთდა, განსხვავდება ყველა სხვა აღმოჩენისგან, რაც აქამდე უპოვიათ. ეს ნივთი არის T-ის ფორმის ჯადეის პენდანტი, რომელიც სავარაუდოდ მაიას მეფეს ეკეთებოდა რელიგიური ცერემონიების დროს. მას ასევე ჰქონდა წარწერები, რომლებიც როდესაც საბოლოოდ თარგმნეს, სწორედ იმ მეფის ცხოვრების ამბავს ხვდებოდა. მისი ზომებია დაახლოებით 7.5 ინჩი სიგანეში, 4.1 ინჩი სიმაღლეში და 0.3 ინჩი სისქეში. რაც მას ბელიზში აღმოჩენილ მაიას ჯადეის მეორე ყველაზე დიდ ნიმუშად აქცევს. მაგრამ რაც მას უნიკალურს ხდის, არის ის ფაქტი, რომ მასში ამ სამი ისტორიული წარწერაა მოთავსებული, ისევე როგორც ის ადგილი, სადაც ის აღმოაჩინეს. რადგან ჯადეის პენდანტი ესეთი დიდია, ექსპერტები ელოდნენ, რომ ის ერთ-ერთ ცნობილ უძველეს მაიას ქალაქში იქნებოდა აღმოჩენილი, მაგრამ ასე არ მოხდა. ის ნემლი პუნიტში იპოვე, რომელიც იმ დროს, როცა პენდანტს ატარებდნენ, იზოლირებული ტერიტორია იყო, სადაც ცოტა ადამიანი ცხოვრობდა. მსგავსი, მაგრამ უფრო პატარა ნივთები აღმოჩენილია, თუმცა მათზე წარწერები არ იყო და ისინი ბევრად უფრო ხალხმრავალ ადგილებში იპოვეს. ნემლი პუნიტი მდებარეობს მაიას ზონის კიდესთან ახლოს და ითვლება, რომ მასში მაიას ხალხი ცხოვრობდა დაახლოებით 150-დან 850 წლამდე, ჩვენი წელთაღრიცხვით. ეს ადგილი დიდი ხნის განმავლობაში დაკარგული იყო, სანამ 1970-იან წლებში ხელახლა არ აღმოაჩინეს. მას შემდეგ არქეოლოგებმა ამ ტერიტორიაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი არტეფაქტი აღმოაჩინეს, რომლებიც საფუძვლიანად იქნა შესწავლილი. ასევე ცნობილია, რომ ამ ადგილზე დაახლოებით 400 წელს ჩვენი წელთაღრიცხვით აშენდა სასახლე, რადგან პენდანტი სწორედ მის დამარხულ ნაშთებში აღმოაჩინეს. როდესაც სასახლე გათხარეს, იქ სამარხი აღმოაჩინეს და მის შიგნით მკვლევრები გაოცებუნი დარჩნენ, როდესაც ამ განსაკუთრებულ არტეფაქტს წააწყდნენ. მიჩნეულია, რომ სამარხი ჩვენი წელთაღრიცხვით დაახლოებით 800 წლითაა დათარიღებული და მის გარშემო იმავე ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე ნივთი, მაგალითად კერამიკა და ღვთაების ფორმის დიდი ქვა აღმოაჩინეს, რამაც ამაში მონაწილე არქეოლოგები გაახარა. სამკაულის ფორმა ქარსა და სუნთქვას ასახავს, ამიტომ მიიჩნევა, რომ ის მეფეს ეცვა ცერემონიების დროს მაიას ქარის ღმერთის, ჰურაკანის პატივსაცემად. ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს ცერემონიები ყოველწლიურად ტარდებოდა რეგიონში მუსონური წემური წვიმების მოსვლის დასაჩქარებლად, რადგან ეს აუცილებელი იყო მოსავლის გადასარჩენად. რაც მკვლევრებს აოცებთ, არის ის ფაქტი, რომ მეფე, რომელსაც ეს სამკაული ეკუთვნოდა, თავის სამარხში არ აღმოჩნდა. ჩვეულებრივ ესეთი ტიპის აღმოჩენებისას ნაპოვნი არტეფაქტები მფლობელებთან ერთადაა დაკრძალული და ამ ანომალიისთვის ახსნა არ არსებობს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ მიატოვეს ამ ადგილის მცხოვრებლებმა ტერიტორია, ვარაუდობენ, რომ კლიმატის ცვლილებამ აიძულა ისინი გადასახლებულიყვნენ, რადგან მათი მოსავალი ჩავარდნას იწყებდა. ამიტომ შესაძლებელია, რომ გულსაკიდი უბრალოდ ცალკე დამარხეს, იმ იმედით, რომ ჰურაკანი უფრო ხელსაყრელ ამინდს გაუგზავნიდა. გულსაკიდზე არსებული ტექსტის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ თარგმნას საჭიროებს, მაგრამ ახლა უკვე ვიცით, რომ ის მეფე ჯანაბ-ჯანაბულ კინეჩს ეკუთვნოდა. ის ასევე საუბრობს მის მშობლებზე და იმ ფაქტზე, რომ მეფე რაღაცით დაკავშირებული იყო მაიას ქალაქ კარაკოლთან. შემდგომი კვლევები იმედია მეტ ინფორმაციას გამოავლენს მეფესა და მის ხალხზე, მაგრამ საიდუმლო თუ რატომ ჰქონდა მის გულსაკიდს წარწერა, განსხვავებით სხვა ნაპოვნი გულსაკიდებისგან, ჯერ კიდევ ამოუხსნელია. ნომერი 8. როცა ეგვიპტის დიდ პირამიდებზე ვფიქრობთ, ისინი ჩვენს გონებაში წარმოშობენ სურათებს დროისა, რომელიც ჩვენთვის თანამედროვე ადამიანებისთვის თითქმის წარმოუდგენელია. უძველესმა არტეფაქტებმა, რომლებიც იქ აღმოაჩინეს, ბევრი რამ გვასწავლეს მათი კულტურის, ისტორიისა და რწმენების შესახებ. მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ გაერთიანებულ სამეფოში, უელსის ერთ-ერთ რეგიონში, არსებობს არტეფაქტები, რომლებიც პირამიდებზე კიდევ უფრო ძველია. ეს ქალაქი მონმუთია და ის მდებარეობს უელსის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქვეყნის საზღვართან ინგლისთან ახლოს. ქალაქი ცნობილია თავისი გრძელი ისტორიით და არქეოლოგიის თვალსაზრისით. გაერთიანებულ სამეფოში ერთ-ერთ საუკეთესო ათეულში შედის, რადგან იქ ათასობით არტეფაქტი აღმოაჩინეს. მაგრამ ამ აღმოჩენებიდან უახლესი და ყველაზე იდუმალი, უბრალოდ ისეთი საგანი არ არის, როგორიცაა კერამიკა ან სამკაული. მონმუთის არქეოლოგიური საზოგადოების თავმჯდომარე სტივ კლარკი 2012 წლის ივნისში ამ რაიონში მკვლევართა ჯგუფს ხელმძღვანელობდა, როდესაც მათ უძველესი ნაგებობის ნაშთები აღმოაჩინეს. პირველად მათ აღმოაჩინეს 3 უზარმაზარი ხის მორი, რომლებიც ერთმანეთის გვერდით იყო განთავსებული იმ ადგილას, სადაც უძველეს დროში ტბა იყო. მას შემდეგ ეს ტბა გაქრა, რადგან ისტორიის გარკვეულ ეტაპზე ლამით აივსო.
ვინც არ უნდა აეშენებინა ეს ნაგებობები, სავარაუდოდ ამ დიდ მორებს იყენებდა დიდი ნაგებობის საძირკვლისთვის, რადგან ისინი ღრმად იყო ჩადგმული მიწაში. საუკუნეების განმავლობაში ხე დალპა და დარჩენილი სიცარიელეები შემდეგ ჟანგბად მიუწვდომელი თიხით აივსო. თუმცა ამ ადგილას ჯერ კიდევ ბევრი კითხვა რჩება. ექსპერტებს მხოლოდ ვარაუდი შეუძლიათ თუ რისთვისთვის გამოიყენებოდა ეს ნაგებობა და რა ტექნიკით ჩასვეს ეს სამი მორი მიწაში, ეს დღემდე უცნობია. ეს იმიტომ, რომ ისინი ჩვეულებრივი საძირკვლის მორები არ არის. მიიჩნევა, რომ ვინც ეს ნაგებობა ააშენა, როგორღაც მოახერხა მთელი ხეების შუაზე გაყოფა, სანამ მიწაში ჩაავენებდო. ეს ძალიან რთული და შრომატევადი იქნებოდა, მაგრამ კიდევ უფრო შთამბეჭდავია. არქეოლოგებს ვერ დაუდგენიათ ზუსტად რამდენად ღრმადი ომორები ჩადგული და არ აქვთ წარმოდგენა ვინ ააშენა ეს ნაგებობა, ან რისთვის გამოიყენებოდა. თუმცა მორების განლაგების საფუძველზე რამდენიმე თეორია გამოითქვა. ისინი როგორც ჩანს, ზუსტად ემთხვევა იმ უძველესი ტბის შუაგულს, რომელიც ამ ტერიტორიაზე იყო. ამიტომაც გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს ნაგებობა გამოიყენებოდა როგორც გადასასვლელი, რომელიც მიდიოდა კრანოგამდე, ხელოვნურ კუნძულამდე, როგორც ხშირად გვხდება შოტლანდიასა და ირლანდიაში. თუ ეს მართლაც ასეა, გადასასვლელი უზარმაზარი იქნებოდა და მის აშენებას ძალიან დიდი დრო დასჭირდებოდა. მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია, რადგან ჯერ კიდევ უცნობია, აშენდა თუ არა ის ტბის არსებობამდე, თუ მის შემდეგ. ექსპერტებს ვერ შეუფასებიათ ძელების ასაკი და ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად დამატებითი კვლევები იქნება საჭირო. ამ ეტაპზე მიიჩნევა, რომ ძელები ბრინჯაოს ხანას ეკუთვნის, სხვა აღმოჩენების საფუძველზე. ესენია დამწვარი ქვების გროვა და გობი, რომლებიც ძელებთან ერთად იქნა აღმოჩენილი. მიჩნეულია, რომ ქვები ცეცხლში ხურდებოდა, რის შემდეგაც მათ გობში აგდებდნენ წყლის დასადუღებლად, როგორც ხშირად ხდებოდა იმ ეპოქაში. ნომერი 7. ყოველთვის საინტერესოა, როცა ექსპერტებს უძველესი არტეფაქტის ახსნა არ შეუძლიათ. მაგალითად, 1500 წლის საკიდი, რომელიც 2011 წელს კვიპროსში ნიადადის ქვეშ იპოვეს. ადგილი, სადაც ამულეტი იპოვეს, ნეა პაფოსი ქვია და არ არის იშვიათი, რომ არქეოლოგები ამ ტერიტორიაზე უძველეს არტეფაქტებს პოულობენ. ამულეტმა გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია, რადგან როგორც ჩანს, ის ისტორიული ფიგურების ტრადიციას არღვევს. გარდა ამისა, მას ორივე მხარეს წარწერები აქვს. ერთ მხარეს აღმოჩენილი იყო ტექსტი, რომელიც თარგმნის შემდეგ ასე ჟღერდა. ლახვე, რომელიც ღმერთი იყო, არის საიდუმლო სახელის მატარებელი, რასლომი, ძველი ეგვიპტური მზის ღმერთი, რომელიც თავის საწმინდეშია დაცული. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება უჩვეულოდ არ მოგეჩვენოთ, მეცნიერებმა მალე დაადგინეს, რომ ეს წარწერა პალინდრომია, რაც ნიშნავს, რომ მას ჩვეულებრივადაც და უკუღმაც ერთნაირად წაიკითხავთ. რაც იმის გათვალისწინებით, რომ ის 59 სიმბოლოსგან შედგება, საკმაოდ შთამბეჭდავია. ეს უკვე გამორჩეული აღმოჩენა იყო, მაგრამ მედალიონის მეორე მხარეს კიდევ უფრო მეტი სიურპრიზი აღმოჩნდა, რომლებიც ჯერ კიდევ ასახსნელია. მასზე გამოსახულია რამდენიმე სურათი, მათ შორის ნავზე გადახვეული მუმია და სავარაუდოდ ის ოსირის კიდევ ერთ ეგვიპტურ ღმერთს წარმოადგენს. დანარჩენ სურათებზე გამოსახულია კაცი, რომელიც სკამზე ზის და მარჯვენა ხელით უჩებთან აქვს მიყვანილი, თითქოს ვიღაცას ჩუმად ყოფნას სთხოვს. ეს სურათი სიჩუმის ღმერთს, ჰარპოკრატესს წარმოადგენს. მის გვერდით არის მითიური არსების გამოსახულება, რომელსაც ძაღლის თავი აქვს. ეს პერსონაჟები ბევრ სხვა არტეფაქტზეც გვხვდება და ვიცით, რომ მას ცინოცეფალუსი ეწოდება. რაც მკვლევრებისთვის უცნაური აღმოჩნდა არის ის ფაქტი, რომ ცინოცეფალუსი იმეორებს ჰარპოკრატეს ქმედებას, რაც მხოლოდ ერთ-ერთი არაზუსტობაა, რომელიც ამ არტეფაქტზე აღმოაჩინეს. პირველ რიგში პალინდრომში რამდენიმე მართწერის შეცდომაა. ერთზე მეტ შემთხვევაში ტექსტში 200 ფი გამოიყენება, მაშინ როცა ერთი ვი სწორი იქნებოდა. და ბოლოს ამის სიმბოლო, ანუ EAI, როგორც ჩანს, სიჩქარეშია დამატებული, რადგან ისინი ამულეტის ერთ მხარეს ჩაჯგლეტილად ჩანს. ამიტომ ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამულეტის შემქმელი სრულად ვერ ფლობდა ძველ ეგვიპტურ დამწერლობას და ეგვიპტური კულტურის თულტურის თვალსაზრისით შეცდომა დაუშვა. ჩვეულებრივ ჰარპოკრატე ლოტოსის ყვავილში მჯდომარე იყო გამოსახული. ფეხები აწეული ჰქონდა და მანამდე მას სკამზე მჯდომი არასდროს დაუხატავთ. ასევე უპრეცედენტოა, რომ ცინოცეფალუსი ჰარპოკრატეს ქმედებებს იმეორებდეს. ჩვეულებრივ პირობებში ის გამოსახული იქნებოდა აწეული თათებით, ჰარპოკრატესადმი თაყვანისცემაში და ისტორიკოსებს ვერ აუხსნიათ, რატომ შეიქმნა ამულეტი ამგვარად. და კიდევ არის ის ფაქტი, რომ ვინც ეს ნამუშევარი შექმნა, გადაწყვიტა, რომ ორივე ფიგურის სხეულზე გადაჯვარედინებული ხაზები დაემატებინა. როცა ეს კეთდებოდა, ეს ნიშნავდა, რომ ეს ფიგურები ოსირისთან ერთად იქნებოდნენ მუმიფიცირებული, რაც ამ შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა. ესევე აღინიშნება, რომ ცინოცეფალუსი ხშირად არის გამოსახული სახვევებით, მაგრამ ამ ამულეტის შემთხვევაში ეს ჰარპოკრატეა, ვინც მათ იკეთებს.
ეს ადრე არასდროს გაკეთებულა და უცნობია, იყო ეს უდანაშაულო შეცდომები, თუ ეს ფაქტორები განზრახიყო ჩართული. ვიუთითებენ, რომ ეს გაკეთდა იმ დროის მმართველების წინააღმდეგ აჯანყების ნიშნად, ან რომ ამულეტი იაფად დაამზადა ვიღაცამ, ვინც იმდროინდელი კულტურა არ ესმოდა. მაგრამ ეს თეორიები ჯერ დასამტკიცებელია. ნომერ 6. საიდუმლოება დაიწყო 1954 წელს. როდესაც მამაკაცი ტოკიოს იაპონიის აეროპორტში ჩამოვიდა პასპორტით, რომელსაც არავინ ცნობდა. რემდე ვერავინ შეძლო გაეგო ვინი ოის, ან სად მდებარეობდა ქვეყანა, საიდანაც ის ჩამოვიდა. მოხსენებების მიხედვით ტოკიოში ძალიან ცხელი დღე იყო, როდესაც მამაკაცის სახელად ჯონ ზეგრასი ჰანედას აეროპორტში თვითმფრინავიდან ჩამოვიდა და პირველ შეხედვაზე ის ისეთივე ჩვეულებრივი მგზავრი ჩანდა, როგორც დანარჩენები, ვინც იმ დღეს ქალაქში ჩაფრინდა. მას ეცვა კოსტიუმი და ყველაზე გამორჩეული რამ მის შესახებ იყო ის, რომ წვერი ჰქონდა. ესე იყო მანამ, სანამ მან პასპორტი არ გადასცა საბაჟოს ოფიცერს, რომელმაც მაშინვე ეჯვი შეიტანა. პასპორტი კაობს არ გავდა, მაგრამ მას არასდროს გაეგონა იმ ქვეყნის შესახებ, საიდანაც ეს კაცი ჩამოვიდა. ტარეთი. მან გამოიძახა საიმიგრაციო ოფიცრები, რომლებმაც მაშინვე დაიწყეს კაცის დაკითხვა და მას ეს აშკარად არ მოეწონა. მან დაჟინებით განაცხადა, რომ ტარედი ნამდვილად არსებობდა და რომ ეს ქვეყანა უკვე 1000 წელზე მეტია, რაც აღიარებულია. ამ მოვლენებით დაბნეულებმა მათ კაცს მსოფლიო რუკა უჩვენეს და სთხლიო რუკა უჩვენეს და სთხოვეს ტარედი ეჩვენებინა. მან მიუთითა ტერიტორიაზე საფრანგეთსა და ესპანეთს შორის, ხოლო ოფიციალურმა პირებმა სცადეს აეხსნათ, რომ ეს რეგიონი ანდორაა. მაგრამ მან დაჟინებით განაცხადა, რომ ეს შეცდომა იყო. მას ანდორა არასოდეს გაეგონა და დროის გასვლასთან ერთად ის კიდევ უფრო გაღიზიანდა თავისი მოგზაურობის გეგმების დაყოვნებით. მან ოფიციალურ პირებს დაარწმუნა, რომ ის ნამდვილად ის იყო, ვინც წარმოედგინა და შეახსენა, რომ პასპორტში ჰქონდა ბეჭდები, რომლებიც ადასტურებდა, რომ ადრე იაპონიაში იყო ნამყოფი. მან ასევე ამოიღო სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ვალუტა და აჩვენა მათ თავისი ჩეკების წიგნი, მაგრამ ესეც ვერაფერს აუხსნა. მისი ჩეკების წიგნი გაცემული იყო ბანკის მიერ, რომის შესახებაც არავის სმენოდა და მიუხედავად ძებნისა, ვერავინ იპოვა ასეთი ბანკი. შემდეგ კაცი კითხეს, რა საქმეზე იყო იაპონიაში და ხავდა თუ არა ვინმე, ვისთანაც აეროპორტი შეძლებდა დაკავშირებას მისი განცხადებების დასადასტურებლად. მან მათ მისცა იმ კომპანიის სახელი, რომელთანაც მუშაობასაც გეგმავდა, სასტუმრო, სადაც დარჩენას გეგმავდა და ბანკი, რომელთანაც თანამშრომლობდა. საუბარში ნახსენები მამაკაცი ვერ იპოვეს და ბანკი, რომელთანაც თანამშრომლობას ამტკიცებდა, საერთოდ არ არსებობდა. კომპანია, რომელიც მან დაასახელა, მართლაც არსებობდა, მაგრამ მათ ჯონ ზეგრასის სახელით კაცზე არაფერი სმენიათ. ოფიცრებს სხვა გზა არ ჰქონდათ, გარდა იმისა, რომ დაეკავებინათ იგი და მისი განცხადებების გამოძიების პერიოდში ახლო მდებარე სასტუმროში განათავსეს. იმისათვის, რომ ის არ გაქცეულიყო, ორი პოლიციელი სასტუმროს კარის გარეთ დააყენეს და ვარაუდობდნენ, რომ მეორე დღეს აეროპორტში დააბრუნებდნენ დამატებითი დაკითხვისთვის. მაგრამ ყველას გასაკვირად, როდესაც ოფიცრებმა კარი გააღეს, რომ შეემოწმებინათ, ის კაცი იქ ავარიყო. მათ დაჟინებით განაცხადეს, რომ ოთახის კარი მთელი ღამე დახურული იყო და რადგანაც ოთახი სასტუმროს ზედა სართულზე მდებარეობდა, შეუძლებელი იყო, რომ აინიდან გადმოხტომით გაქცეულიყო. მან თავისი ყველა ნივთი თან წაეღო და მას შემდეგ აღარავის უნახავს. ნომერი 5. ლაკოტა ალა შევრა არის იდუმალი მღვიმე ჯეიმე ჯერსის კუნძულზე, ლა-მანში. ის ათწლეულები აინტერესებს ექსპერტებს, მას შემდეგ რაც გაიგო, რომ ნეანდერტალელები ყოველ წელს ბრუნდებოდნენ ამ მღვიმეში და არავინ იცის რატო. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია, რომ ნეანდერტალელები ცხოვრობდნენ ამ მღვიმეში, ახლახან დადგინდა, რომ ისინი ამ სივრცეს ბევრად უფრო ადრე იყენებდნენ, ვიდრე თავდაპირველად ეგონათ. მოძიებული არტეფაქტები მიუთითებს, რომ ისინი შესაძლოა დაახლოებით 250,000 წლის წინ დაიწყეს იქ ცხოვრება. საინტერესოა, რომ ისინი ისევ და ისევ ბრუნდებოდნენ ამ მღვიმეში და ეს ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ისინი ნადირობდნენ ამ ტერიტორიაზე და როგორც ჩანს, მღვიმეები ძალიან მოსწონდათ. თუ არ არსებობდა სხვა ჯერ კიდევ უცნობი მიზეზი, რის გამოც ისინი იქ ბრუნდებოდნენ. მღვიმეში და მის გარშემო აღმოჩენილი ქვის იარაღები მკვლევრებს კარგად აძლევს წარმოდგენას, თუ როგორ გადაადგილდებოდნენ ისინი ამ ტერიტორიაზე. მათი ნადირობის ბევრი ადგილი ახლა ლა-მანშის ქვეშ წყლით არის დაფარული. მაგრამ სხვა ადგილები კვლავ ხელმისაწვდომია და იმედი აქვთ, რომ ისინი ისტორიკოსებს მეტ ინფორმაციას მისცემს იმ ადამიანებზე, რომლებიც იქ მრავალი წლის წინ ცხოვრობდნენ. ეს ტერიტორია მაშინ ბევრად უფრო დიდი იქნებოდა ვიდრე დღესაა, რადგან მყინულის საფარები ჯერ კიდევ უცვლელი იყო და ეს ადგილი ჯერ კიდევ არ იყო დათბორილი ოკეანით. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ველური ბუნება ამ რეგიონში უხვად იყო და მღვიმეები იდეალურ თავშესაფარს წარმოადგენდა, სანამ ნეანდერტალელები იქ ცხოვრობდნენ. იმისათვის, რომ მათ შესახებ მეტი გაეგოთ, ექსპერტები ახლა შეისწავლიან 16,000 artifacts, რომელთა შორისაც არის ცხოველების ძვლები, ნალექი და ქვის იარაღები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი და ისინი შესაძლოა დამატებით ინფორმაციას მოგცენ ჯერსის გამყინვარების ეპოქის შესახებ. ერთადერთი თეორიები, რომლებიც ამ დროისთვის არსებობს, არის ის, რომ მღვიმეები შორიდანაც კი შესამჩნევი იყო და ნეანდერტალელები მაშინვე ამოიცნობდნენ მათ თავშესაფრად. ასევე გამოითქვა მოსაზრება, რომ მღვიმის მდებარეობა ნეანდერტალელებს ერთმანეთში ჰქონდათ გაზიარებული და ეს ცოდნა თაობიდან თაობას გადაეცემოდა.
ეს ახსნიდა, რატო ბრუნდებოდნენ ისინი მღვიმეებში 10 წლეულების განმავლობაში, თუმცა ეს თეორიები ჯერ კიდევ დასამტკიცებელია. ეს ერთადერთი მღვიმე არ არის ჯერსიზე, სადაც ცნობილია, რომ ნეანდერტალელები ცხოვრობდნენ. ეს არის La Côte de Cidre, რომელიც ბევრად დიდია ვიდრე La Côte à la Chèvre, სადაც არქეოლოგებმა გრანიტის თაროზე ნეანდერტალელის 13 კბილი იპოვეს. და მიიჩნევა, რომ ისინი ორ ადამიანს ეკუთვნის. რადგან ზოგიერთ კბილს ნეანდერტალელების კბილებისთვის დამახასიათებელი ნორმალური ნიშნები არ ახასიათებს, მიჩნეულია, რომ თანამედროვე ადამიანი ან ცხოვრობდა მღვიმეში გარკვეულ პერიოდში, ან ეს იყო ნეანდერტალელებისა და თანამედროვე ადამიანის შეჯვარების შედეგი. კბილებზე დამატებითი კვლევები ტარდება, რათა დადგინდეს მართლაც ასე იყო თუ არა, მაგრამ ამ ეტაპზე ისინი გამოფენილია ჯერსის მუზეუმსა და ხელოვნების გალერეაში, სადაც საზოგადოებას შეუძლია მათი ნახვა. ნომერი 4. კარისბრუკის ქვის განლაგება მდებარეობს ვიქტორიაში, ავსტრალია. მიუხედავად იმისა, რომ მას საფუძვლიანად იკვლევდნენ მეცნიერები და არქეოლოგები, არავინ არის დარწმუნებული, ვინ ააშენა იგი ან რა მიზანი ჰქონდა. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს განლაგება აბორიგენული წარმოშობისაა და მიიჩნევა, რომ ათასობით წლისაა, თუმცა მისი ზუსტი ასაკი ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. რაც კიდევ უფრო მეტ საიდუმლოსა და ინტერესს მატებს, უკვე იდუმალ ადგილს. ადგილი, რომელიც კარისბრუკიდან დაახლოებით 2.5 მილის მანძილზე მდებარეობს, პირველად 1963 წელს ალდო მასოლამ აღმოაჩინა. იმ დროს ადგილზე ბევრი არაფერი გაკეთებულა, მაგრამ 1980-იან წლებში მისი ჩანაწერები განლაგების შესახებ შეისწავლეს და ქვის განლაგება საბოლოოდ გამოიკულიეს და აზომეს. მასოლამ დაწერა სტატია, რომელიც 1963 წელს ვიქტორიანული ნატურალისტის გამოცემაში წარადგინა და მასში დეტალური აღწერაც ჩართო. მან აღნიშნა, რომ მისი ზომა იყო 200 ფუტი 17 ფუტზე და რომ ის დაახლოებით ბუმერანგის ფორმის იყო. პირველი კვლევა ვიქტორიის არქეოლოგიურმა სამსახურმა 1980-იან წლებში ჩაატარა. მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა მიწის მესაკუთრემ უცნაურ განლაგებას ახალი ყურადღება მიაპყრო. ვარაუდობდნენ, რომ ეს იყო ძველი აბორიგენების საზეიმო ადგილი, თუმცა ეს ჯერ საბოლოოდ დამტკიცებული არ არის. ეს იმიტომ, რომ ამ ტერიტორიაზე აბორიგენების ცერემონიების სხვა ჩანაწერები არასდროს აღმოჩენილა და არც ერთი ეს სავარაუდო ტრადიცია მათ შთამომავლებს არ გადაცემიათ. ან ასე ჩანდა. თანამედროვე აღწერებში აღნიშნულია, რომ ეს ადგილი შედგება ორი რკალისგან, რომლებიც დიდი ქვებით არის აგებული. ასევე იქ არის რამდენიმე პატარა ქვა და ქვის გროვა, რომელიც შესაძლოა ბილიკის მაჩვენებლად, მემორიალად ან საზღვრის აღნიშნელად ყოფილიყო გამოყენებული. მიჩნეულია, რომ რკალის ფორმა განზრახაა აგებული ბუმერანგის გამოსახულებად, რადგან ის ოდესღაც მნიშვნელოვანი სანადირო იარაღი იყო. თუმცა ზოგიერთი მეცნიერი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას, რადგან რკალს არარეგულარული მრუდი აქვს და გვერდები ერთმანეთის პარალელურად მიდის, რაც განსხვავდება ბუმერანგის ჩვეულებრივი ფორმისგან. არსებობს თეორიაც, რომ ქვის განლაგება განკუთვნილი იყო ასტრონომიულ ინსტრუმენტად გამოსაყენებლად, დაახლოებით ისე, როგორც ინგლისის Stonehenge მიიჩნევა. ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ თაღი წარმოადგენს ირმის ნახტომს, ხოლო ახლომდებარე ქვის გროვა სირიუს ან სხვა კაშკაშა ვარსკვლავს ასახავს, რომელიც მისი აშენების დროს ცაზე ჩანდა. ასევე დადგინდა, რომ ნახევარმთვარის ბოლოები კომპასის მთავარ მიმართულებებს მიუთითებს, თუმცა უცნობია, იყო ეს განზრახ გაკეთებული თუ უბრალოდ დამთხვევაა, რაც ნაკლებად სავარაუდოა. ზოგი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს ადგილი მამაკაცთა ინიციაციის ცერემონიებისთვის გამოიყენებოდა, რადგან ახალი სამხრეთი უელსის სხვა მსგავსი ადგილები სწორედ ამ მიზნით გამოიყენებოდა. 1975 წელს ეს ადგილი ავსტრალიის მთავრობამ შეიძინა და მისი დაცვა არქეოლოგიური ნაშთების ოფისისგან გადაიბარა. ეხლა ეს ადგილი ოფიციალურ არქეოლოგიურ ზონად გამოცხადდა. შემდეგ კი აბორიგენთა მიწის საბჭოს მიხდიდეს და ამჟამად ბალარატის აბორიგენთა კოოპერატივის მოვლაშია. კიდევ ბევრი კვლევაა საჭირო ამ ადგილზე, რათა დადგინდეს, ვინ შექმნა ეს უცნაური ქვის განლაგება და რისთვის გამოიყენებოდა იგი. ნომერი 3. გასაოცარია, რამდენჯერ ისტორიაში უზარმაზარი გემები, რომლებიც ტონობით მნიშვნელოვან ტვირთს ატარებდნენ, მოულოდნელად გაუჩინარდნენ აუხსნელად. მიუხედავად იმისა, რომ ამ გემების უმეტესობა საბოლოოდ იპოვეს, ზოგიერთი სამუდამოდ დაიკარგა ოკეანეში, როგორც ეს მოხდა SS Marine Sulphur Queen-ის შემთხვევაში. გემის ოფიციალური სახელი იყო SO New Haven. ეს იყო T2 ტიპის ტანკერი, რომელიც აშენდა ჩესტერში, პენსილვანიაში 1944 წელს და თავდაპირველად განკუთვნილი იყო ნავთობის გადასატანად, როგორც იმ პერიოდის ბევრი სხვა ტანკერი. 1960 წელს გემი გაემართა მშრალდოკში, ბეთლეჰემის ფოლადის კომპანიაში, Sparrows Point-ში, მერილენდში, სადაც მას გარკვეული ცვლილებები ჩაუტარდა. ის გადააკეთეს ისე, რომ შეძლებოდა თხევადი გოგირდის გადატანა და შემდეგ მისი სახელი შეიცვალა და დაერქვა Marine Sulphur Queen. იმისთვის, რომ გემს ეს შესაძლებლობა ქონოდა, მასში დაამონტაჟეს დამოუკიდებელი ავზი, რომლის ზომები იყო 306 ფუტი სიგრძეში, 30 ფუტი სიგანეში და 33 ფუტი სიმაღლეში. ამ ცვლილების გამო ყველა ორიგინალური ბულხედი მოიხსნა და გემის შიდა სტრუქტურაც საჭიროებდა გადაკეთებას. მილის შიგნით იყო 4 ცალკეული კამერა, ხოლო მთავარი მილი დაახლოებით 3 ფუტით იყო დაშორებული გარშემო არსებულ მასალას.
გოგირდი ინახებოდა დაახლოებით 155 ფარენჰეიტის ტემპერატურაზე, დამონტაჟებული ორთქლის სისტემის თვალობით. და 1961 წელს გემი პირველად გაემგზავრა გარდაქმნის შემდეგ. და ცვლილებები კარგად მუშაობდა. 2 წლის განმავლობაში ის რეგულარულად ასრულებდა რეისებს თხევადი გოგირდით დატვირთული. მაგრამ 1963 წლის 2 თებერვალს ყველაფერი შეიცვალა. იმ დღეს გემი ბომონტიდან ტეხასიდან გავიდა ბორტზე 15,000 ტონაზე მეტი გოგირდით. ცნობილია, რომ 2 დღის შემდეგ ის ფლორიდის კიზის მახლობლად წყალში იმყოფებოდა, რადგან მიღებული იქნა რუტინული შეტყობინება გემის ნებარეობის შესახებ. მაგრამ 6 თებერვალს გემთან ყველა კომუნიკაცია შეწყდა და ის დაკარგულად გამოცხადდა. ვარაუდობდნენ, რომ გემი ფლორიდის სრუტეში ჩაიძირა და ეს ტერიტორია საფუძვლიანად გაჩხრიგეს, მაგრამ უშედეგოდ. ძებნა 19 დღის განმავლობაში გაგრძელდა, მაგრამ მისი კვალი ვერ აღმოაჩინეს და ოპერაცია შეწყვიტეს. ერთადერთი მტკიცებულება იმისა, რომ Sulphur Queen ჩაიძირა, იყო წყალში ნაპოვნი რამდენიმე სამაშველო ჟილეტი და რამდენიმე პატარა ნამსხვრევი, რომლებიც, როგორც ვარაუდობდნენ, გემს ეკუთვნოდა. აღინიშნა, რომ 4 თებერვალს გემი მაღალი ტალღების ზონაში გადიოდა, სადაც ტალღების სიმაღლე 16 ფუტს აღწევდა და ქარის სიჩქარე დაახლოებით 45 კვანძს. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ იმ დღეს გემი არასოდეს უნდა გასულიყო ზღვაში. ეკიპაჟის წევრები, რომლებიც რეგულარულად მსახურობდნენ ამ ხომალდზე, აღნიშნავდნენ, რომ 4 ავზის გვერდებზე ხანძრები ხშირად ჩნდებოდა. ეს იმდენად ხშირად ხდებოდა, რომ ოფიცრები უკვე აღარაც კივთავდნენ განგაშის სიგნალს, რადგან ხანძრებს შეეჩვივნენ. ერთ-ერთი მოგზაურობის დროს, როდესაც ხომალდი დანიშნულების ადგილზე მივიდა, ის უკვე იწვოდა და კვლავაც იწვოდა, როცა ისევ გაცურა. როდესაც ხანძარს წყლით აკრობდნენ, გოგირდი მნიშვნელოვან აღჭურვილობაზე გროვდებოდა და დამატებით პრობლემებს ქმნიდა. სანაპირო დაცვამ ასევე აღმოაჩინა, რომ ხომალდის კილი წლების განმავლობაში ძლიერ კოროზირებული იყო და ის სტრუქტურულად დასუსტებული იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ კილი ორად გაყოფის საფრთხის წინაშე იდგა. თიორი ტანკერები ამ დეფექტით იყვნენ ცნობილი, ამიტომ ამ ხომალდებზე ინსპექციებს ძალიან სერიოზულად ეკიდებოდნენ. კიდევ ბევრი პრობლემა დაფიქსირდა და ფაქტი, რომ Sulphur Queen-ი იმ დღეს ზღვაში გაუშვეს, თითქმის წარმოუდგენელია. SS Marine Sulphur Queen-ის ნამსხვრევები არასდროს უპოვიათ და მისი ბედი ისევე როგორც ეკიპაჟის დღემდე უცნობია. ნომერი 2. სამი ქალის გაუჩინარება: 20 1 წლის Ann Milleri, 19 წლის Patricia Bluffy და 19 წლის Rene Broly. დღემდე ამოუხსნელია და ის დღემდე Indiana Dunes-ის სახელმწიფო პარკის ერთ-ერთ ყველაზე დამაბნეველ საიდუმლოდ რჩება. შემთხვევა მოხდა 1966 წლის 2 ივლისს, როდესაც სამმა მეგობარმა გადაწყვიტა ერთად გაეტარებინათ დრო მე-4 ივლისის შაბათ-კვირას. იმ დილით Ann თავის მანქანაში აიყვანა დანარჩენი 2 ქალი და ისინი Indiana Dunes-ის სახელმწიფო პარკში გაემგზავრნენ. ყველა ისინი ჩიკაგოს რაიონიდან იყვნენ, ამიტომ დაახლოებით 1 საათი დასჭირდათ იქ მისასვლელად. ისინი აღნიშნულ სანაპიროზე დაახლოებით დილის 10 საათზე მივიდნენ და იქაურობა უკვე სავსე იყო ხალხით, რომლებიც დღესასწაულის განწყობაზე იყვნენ. მთელი დღის განმავლობაში ისინი მზეზე ისვენებდნენ, ბანაობდნენ და ბუნებაში მეტ დროს ატარებდნენ, მაგრამ როცა მზე ჩასვლას იწყებდა, სამივე მეგობარი გაუჩინარდა. ერთმა წყვილმა, რომელიც პლაჟზე იმყოფებოდა, განაცხადა, რომ მათ დაინახეს 3 ქალი, რომლებიც გაურკვეველ მამაკაცს ესაუბრებოდნენ მანამდე, სანამ ისინი გაუჩინარდებოდნენ. მამაკაცი აღწერეს როგორც კარგად გარუჯული, 20-ის დასაწყისში მყოფი, მუქი ტალღოვანი თმით. ის იდგა 16 ფუტის სიგანის ნავზე, რომელსაც ლურჯი ინტერიერი ჰქონდა და საუბრის შემდეგ სამივე მეგობარი ნავში ავიდა. მათ პლაჟზე ყველა თავისი ნივთი დატოვეს. მამაკაცმა ნავი დასავლეთისკენ წაიყვანა და მოწმეების თმით აღარ დაბრუნებულა. პარკის რეინჯერს დაავალეს ქალის ნივთების შეგროვება, რომელშიც შედიოდა ანის ჯინსის შორტები, პოლო პერანგი, ფეხსაცმელი, თეთრი საცურაო ქუდი, ავტომობილის გასაღები, სავარცხელი და თერმოსი. ასევე დარჩენილი იყო პატრიშას ხალათი, მზის სათვალე, ტრანზისტორული რადიო, მისი თეთრი პირსახოცი, საფულე, რომელშიც იყო $5 და შესაძლოა კიდევ რამდენიმე პატარა ნივთი. რენეს ნივთებში შედიოდა მისი პირსახოცი, შორტები, ბლუზა, მზის ქუდი, სიგარეტები, გასარუჯი ლოსიონი და მისი საფულე, რომელშიც იყო 25 ცენტი და დაახლოებით $45 ჩეკებში. მალე სამივე ქალი მათი ოჯახების მიერ დაკარგულად გამოცხადდა და პარკის რეინჯერებმა განაცხადეს, რომ Ann-ის მანქანა პარკის ავტოსადგომზე მიტოვებული იპოვეს. ზუსტად იმავე ადგილზე, სადაც ის 2 ივლისს ნახეს. შიგნით მათ ქალების კიდევ რამდენიმე ნივთი იპოვეს, მაგრამ ეს ნივთები არანაირ მინიშნებას არ იძლეოდა თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო მათთან. 5 ივლისს დაიწყო პირველი ოფიციალური საძიებო ოპერაცია. მკვინთავებმა ტბა საფუძვლიანად გაჩხრიგეს. ოფიცრები და რეინჯერები ფეხით ეძებდნენ, ხოლო ცხენები გამოიყენეს ტერიტორიის უფრო სწრაფად დასაფარად, მაგრამ ვერაფერი სასარგებლო ვერ იპოვეს. კაცმა, რომელმაც იმ დღეს პლაჟზე ვიდეოკამერა გამოიყენა, პოლიციას თავისი ჩანაწერები გადასცა და ამის წყალობით მათ შეძლეს 2 შესაძლო ნავი გამოეყოთ, რომლებმაც შესაძლოა იმ დღეს მეგობრები აიყვანეს. წინასწარი ვარაუდით დადგინდა, რომ აღნიშნულმა კაცმა ისინი ნავში ასვლის შემდეგ პლაჟზე ჩამოსვა
და რამდენიმე მოწმე ითხოვდა, რომ სამივე ქალი ნაპირზე სეირნობდა და ჭამდა მათ ნავში ასვლის დანახვიდან დიდი ხნის შემდეგაც კი. რამდენიმე ადამიანმა დაინახა კიდევ ერთი კაცი, რომელიც ასევე არ არის იდენტიფიცირებული. როგორ მიუახლოვდა მათ და შემდეგ მეორე ნავზე ერთად ავიდნენ ჩანაწერში. თუმცა ეს ფაქტი არასდროს დადასტურებულა. შემდეგ თვეებში აღმოჩნდა მტკიცებულება, რომ რენე გეგმავდა თავის შეყვარებულთან დაშორებას, რადგან ის უფრო მეტად მანქანებით იყო დაინტერესებული ვიდრე მასით. თუმცა მისი ოჯახი ფიქრობს, რომ გაუჩინარების მომენტისთვის მან აზრი შეიცვალა. ანის მეგობრებმა გაამხილეს, რომ ის იმ დროს 3 თვის ორსული იყო და შესაძლოა პატრიციაც ორსული ყოფილიყო. ორივე ქალი დაქორწინებულ მამაკაცებთან იყო ურთიერთობაში და ერთ-ერთმა პატრიციას მეგობარმა ივარაუდა, რომ მან საკუთარი გაუჩინარება დაგეგმა. ერთხელ სახეზე დაზიანებითაც დაბრუნდა სახლში და თქვა, რომ სირთულეები ჰქონდა ცხენის სინდიკატთან, როცა თავის სუფთა ჯიშის ცხენთან იყო დაკავებული. დღემდე უცნობია ამ ფაქტორებიდან რომელიმემ თუ შეუწყო ხელი მათ გაუჩინარებას. სამწუხაროდ ეს საქმე მრავალი ათწლეულის შემდეგაც გადაუჭრელია. ვინც ამ საქმესთან დაკავშირებით რაიმე ახალ ინფორმაციას ფლობს, უნდა დაუკავშირდეს ინდიანას შტატის პოლიციას ნომერზე 3-8-8-9-9-5-7-7. პირველი 1952 წელს ინგლისის ჩრდილოეთ იორკშირში მცხოვრებმა ხალხმა დაიწყო ცაში უცნაური და აუხსნელი ნათებების დანახვის შესახებ შეტყობინებების გაკეთება და ეს იკვლება ამ რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ამოუცნობი ობიექტის საიდუმლოდ, რომელიც არასდროს აუხსნიათ. ყველაფერი დაიწყო არა უბრალო მოქალაქეებით, არამედ სამეფო საჰაერო ძალების 269 ესკადრილიის 10 სამხედროსა და ოფიცრის ჯგუფით. იმ წლის 19 სექტემბერს 11 საათამდე რამდენიმე წუთით ადრე მათ დაინახეს რაღაც, რაც მანამდე არასდროს ენახათ და წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო. მათ განაცხადეს, რომ დაინახეს იდეალურად თეფშის ფორმის აპარატი, როცა RAF ტოპკლიფის სამხედრო ბაზის ასაფრენ ბილიკზე იმყოფებოდნენ ჩრდილოეთ იორკშირში. მეტეორ რეაქტიული თვითმფრინავი მიემართებოდა დეშფორტის აეროდრომის ასაფრენ ბილიკზე, ხოლო მას უკან მიყვებოდა ეს აპარატი, რომის ამოცნობაც ვერავის შეძლო. იმ დროს RAF მონაწილეობდა პროექტ Mainbrace-ში, რომელიც მოიცავდა სიმულაციების სერიას, რომლებიც 13 დღის განმავლობაში ტარდებოდა იმის დასადგენად, რა მოხდებოდა თუ საბჭოთა ან დასავლეთ ევროპის მხრიდან ამ ტერიტორიაზე თავდასხმა გახორციელდებოდა. ერთმა ოფიცერმა განაცხადა, რომ თავდაპირველად მხოლოდ ცაში შორეულ თეთრ წერტილს ხედავდა. მან შეაფასა, რომ ის დაახლოებით 15000 ფუტის სიმაღლეზე მოძრაობდა და მეტეორის რეაქტიულ თვითმფრინავიდან დაახლოებით 5 მილის დაშორებით იყო. სხვა ოფიცერი აცხადებდა, რომ ობიექტი ვერცხლისფერი იყო და რომ ის აქეთ-იქით ქანაობას იწყებდა, როცა ახლოვდებოდა. თავდაპირველად მას ეგონა, რომ პარაშუტი იყო, მაგრამ ობიექტი ადგილზე არ ჩერდებოდა, სანამ მოულოდნელად რეაქტიულ თვითმფრინავთან არ გაექანა და მას არ გაჰყვა. მან დაიწყო თავის ღერძზე ბრუნვა, მაგრამ შემდეგ მოულოდნელად შეუძლებელი სიჩქარით აჩქარდა და დასავლეთისკენ გაფრინდა, სანამ თვალთა ხედვიდან არ გაქა. მთელი მოვლენა მხოლოდ 20 წამს გაგრძელდა და ყველანი, ვინც ხომალდი ნახა, შეთანხმდნენ, რომ მსგავსი რამ არასდროს ენახათ. და მალე გაირკვა, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ცაში უცნაური ობიექტი შენიშნეს. 13 სექტემბერს დანიური ესკადრონული ნაღმოსნის ეკიპაჟმა ღამის ცაში მოძრავი სამკუთხა ობიექტი შენიშნა. მათ გააოცა იმ სიჩქარემ, რომლითაც აპარატი გადაადგილდებოდა, დაახლოებით 900 მილი საათში და აღნიშნეს, რომ ის გამოსცემდა ლურჯ ნათებას. 20 სექტემბერს, მეორე შემთხვევის მეორე დღეს, გაზეთის რეპორტიორი, რომელიც USS Franklin D. Roosevelt-ზე იმყოფებოდა, ერთ-ერთი მოწმე იყო, რომელმაც ცაში მრგვალი ობიექტი დაინახა. მან შენიშნა, რომ ის ფლოტს მიხვებოდა და მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ეგონა თითქოს ეს ამინდის ბუშტი იყო, ეს თეორია მოგვიანებით უარყვეს. რადარის სისტემებმა არც ერთი თვითმფრინავი არ დააფიქსირა და მიუხედავად იმისა, რომ ცას ძალიან ყურადღებით აკორდებოდნენ, არავის შეუთყობინებია, რომ ობიექტი დაენახა. ხილვის შემთხვევები საფუძვლიანად გამოიძიეს, მაგრამ ახსნა ვერასდროს იპოვეს და ეს დღემდე ამოუხსნელ საიდუმლოდ რჩება. დიდი მადლობა ყურებისთვის. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დააწექით მოწონების ღილაკს. ასევე არ დაგავიწყდეთ გამოწერა და შეთქმულების ზარის დაჭერა, რომ არ გამოგრჩეთ ჩვენი მომავალი ვიდეოები. მე თაინოვცი ვარ და შემდეგ ვიდეოში ისევ შეგხვდებით.